მოგესალმებით საერთაშორისო ვიდეოს კიდევ ერთხელ და გილოცავთ ახალ წელს მოვიდა 2026 და მოვა ესეთი ბევრი ისტორიები, მაგრამ მანამდე გადავხედოთ რა მოხდა წინა წელს. და დავიწყოთ ჩემი მეგონია იმ პრინტერებით რაც გამოვიდა შაშან და რაღაც ანუ ნაწილობრივ ზოგმა ისტორია შეხვდა, ზოგმა გოდ გამოვიდა. ანუ პირველი რაც იყო, ანუ ჩვენ რაც გვაქვს ახლა უკვე ოფისში და ვორქშოპში ეს Telegus Saturn 4 Ultra 16K გამოვიდა იანვარში შარშად. ხო? ერთი წელი. მოიცა უკვე მაგხელა? ეხა ახალს გამოვუშვებენ და უფრო მაგარი იქნება? ანუ ახალს ეხლა Jupiter-ზე და Jupiter-ის S სერიაზე უფრო არის. Jupiter-ი FTM-ია თუ რეზინი? ისიც რეზინი არის, როგორც ცოტა დიდი არის და მაგის თემაში არის. ანუ ხარისხი არ მოიმატებს მაინც არ ვიცი 20-კანზე რა. უბრალოდ ორი დიდი ბედი აქვს რაღაც. აჰა, გასაგებია, ეგ მინდა. მაგრამ ეგრეს ბევრი. ეს 3 თუ 4-ის მოგივა. ხო? ნუ აი უსამართლობაა. შემდეგ მე კიდე იანვარში შეიძლება საყვარელმა Creality თავისი Kaori პლუსის კომბო გამოუშვა. მე მგონი Creality-მ დააგვიანა რაღაცეებში. იანვარში იყო ჯერ ბოტეკი გამოცხადებული არ არის. ხო. მაგრამ ეგ თებერვალში მოხდა, მაგრამ ჯერ იანვარში მოიცა იანვრიდან შარშანდელი იანვრიდან მოყვები, ანუ თელ წელს აღნუსხავთ, ბევრი არაფერი გამოსულა, მაგრამ რაც გამო. აი, მოიცა ერთ წამს სანამ ირაკი ამსიას გააგზელებს და ჩამთავრებს მეც კილოს მოდი ხავს ეს არის თითმება სიფუნფულე. ორო ადამიანო ვინც გვიყურებ. სალამი კილო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, გასწორებს. აზრებს ჩვენ ამას ვაკეთებთ. აი ამას ვაკეთებთ ჩვენ რომ ვაკეთებთ პოდკასტს იმ ხალხისთვის, ვისაც ერთი პრინტერი აქვს და მეორე უნდა. და ძალიან გაფასებთ და რო შეგხვდები ოდესღაც ცხოვრებაში, ეგრევე მზად ვიქნები რომ დაგიმეგობრდე. ბაზარია. შესცხე ხა. ხო, Kaori Plus ანუ რას ვოჩადო? ისევე კასერია მაინც პრინტერების ანუ ხო ეს ჩოლებრივი სასტავისთვის არის, ანუ შეიძლება იაფიარი, მაგრამ ეს 350-იანი იყო. ბევრი აქებდა. მაგრამ თან Creality-ს იყო. ანუ ეგ ორი რაღაც, ანუ კაია, მაგრამ Creality-ია და რამდენ ხანს გაძლევს რაღაც მაგ. რა ვიცი, არა, Creality, ანუ არაკეთებს ცუდ ტიპებს. ანუ Ender-ი რამდენი წელი არსებობს? ყველა, რა ვიცი, Ender-ი, ანუ დღემდე Ender-ი ცუდულობს. კიდე გაგვიყვება კომუნა, რა ვიცი. შემდეგ უკვე აი უკვე თებერვალში ჯერ ბოტეკმა რომ გამოაცხადა რომ თავის ინდექსს აკეთებს და მაგით ყველა ხო და დაადგა თუ ჩეინჯერების სეზონი ანუ ეგ ბონტეკის ეგ გამოცხადება ალბათ განსაზღვრავს შემდეგ 2 წელიწადს კიდე ეგეთი 5 ალბათ ესე მგონია რომ შეიძლება შემდეგ 3-ში რაღაც ისეთი სასწაული მოხდეს რომ ბონტეკიც ავავიწყდეს ანუ იმედია თან ხო რა ანუ არა მოხდეს გეხვეწები ანუ კარგი ამბები კარგია მაგრამ ამოდროულად თებერვალში კიდე გამოვიდა ის ვიდეო რომელიც ასევე მალე გვექნება ვორქშოპში რაც არის სინთეტური კარბონი ხო რომელსაც გამოუშვა ანუ პრიორდერები დაიწყო როგორც ცოტა სადაო ისტორია როგორ დავარქვათ ანუ გამოუშვა ანუ ჩვეულებრივი სენტური და სენტური კარბონი სენტური იყო $200-იანი ვერსია უბრალოდ ანუ კედლების გარეშე ანუ open correx y იყო და მე სენტური კარბონი იყო close correx y და ანუ $200 ღია $300 დახურული და თელმა ინტერნეტმა როგორ საერთოდ $300-ად დახურული მაგზომის correx y მანქანა ხო თალისაო 320 გრადუსიანი ნოზლი 100 გრადუსიანი ბედი ჩემბერ ჰიტინგი აქვს? არა, მაგრამ ანუ თვითონ მაგრამ ნუ ბედი ისეთი ანუ ნახევარდაათი დაელოდები რა ჩართავ ბედს და დაელოდები 216 კუბი და იყო P1 X1C ვერსია, მაგრამ რა $700 და $800 მაგრამ ელექტრონიკაში აქვს სლოტი ჩემბერ ჰიტერის შესაძლებელი ნეტად არჩენილი შეიძლება არ მიდახავს თორემ ჩემბერ ჰიტერი ძალიან დიდი ნახტომი არის ცხოვრების ხარისხში იმის და მიუხედავად რომ თითქოს არაფერი ელეგო ანუ რეზერვის პრინტერებისთვის ყიდის
და შეგვიძლია ამაში ჩადო მე ახავს რედაქციებს და ამაში ზდებენ $50 ღირს ჩემი ჰიტერი უბრალოდ კაბელი უნდა გამოიყვან რაღაცა თათო რომ დეში შეერთო და სადაც 50 გრადუსამდე აყავს და ხო რა მეტი არც გინდა ხა ანუ ABS და ASA-ის იდეალურად დაბეჭდა ყველა ჯერ ხო და შეგით ანუ ელექტრონიკა თაბოთისკენ უკვე შეიძლება ელექტრონიკას დაეხარა შეგით ანუ რა შესაძლებელი და რაღაცა ეგრეთ პროცესზე გაკეთებული так მე ბარტში იმის რომ ბაბუ რო გაიგო რომ ინდექსი გამოდის ფაკ H2D ხო დადო თავისი ორნოზლიანი ხო რაღაც თუ H2D თავიდანვე tool changer-ი ხო არ იყო არა ანუ просто ორნოზლიანი ორნოზლიანი ტიპი გაკეთდა რა დადო რა თქმა უნდა ორნოზლიანი ხო იყო მაგრამ რეკლამა არ იყო ორნოზლიანობაზე აბა რა რეკლამა იყო იმაზე რომ ლაზერი მოყვება და რაღაცა ეს კათერი მოყვება ანუ ხო იმიტომ რომ ანუ მე მგონია რომ ანუ რეალურად ბამბუმ ეგ დეველოპმენტი გააკეთა snapmaker artisan-ის კონკურენციის გასაწევად იმიტომ რომ snapmaker artisan-ით snapmaker artisan-ით გამოვიდა ხო და შაშენ იყო მე მგონია არ ვიცი რა ვიცი არც ისე ძველი არა არც ისე ძველი რა ვიცი 40-40-ია ძალიან კაი მონაცემები აქვს რა 40 ვატიანი ლაზერის თავი აქვს CNC-ის თავი აქვს ანუ იმენა ერთი H2D და ანუ რაღაცა ერთი ნოზლით просто ბეცლიგერია ხო არა თუ არ ხო კორექსოია რა კორექსოი დიდი კარგი პრინტერია ძალიან კარგი მანქანა ხო და snapmaker artisan-ის პირდაპირ კონკურენტი ჩანს H2D რაღაც თვალსაზრისით იმიტომ რომ ნუ აი მაგ ყველაფერს აკეთებს რომ რაღაც თავი მოაძრე გაუკეთე ოღონდ snapmaker artisan-ი ყველაფერს ერთ კომპლექსში ყიდიდნენ და მოდიოდა უბრალოდ რომ არა აი ეს ტიპია რა და ბამბუმ ჩაჩეხა რომ არა აი ეს პრინტერი მე ის თავი ცალკე იყიდე მე ის თავი ცალკე იყიდე და რაღაც ეგრე არა თან ის იყო ფასი ქონდა ისეთი რომ აი ყველა იდონი რო გეყიდა გამოდიოდა $3500-4000 რა და $4000 რაღაცა P1-ს დაიჭრებია P1-ის. შენ X2-ის ლაზერს დაიჭრებდი 40 ვატიანს. და ზედაკე CNC-ს და კიდე კი, ანუ ცალკე კომპონენტები მაგ-ფასში ცალკე სპეციალიზებული მანქანები მოგდიოდა იგივე ხარისხის. ანუ რა მესმის ანუ რა ერთი მანქანა ზოგს ურჩევლად ანუ ადგილი შეიძლება არ ყოს და მარტო ერთი მაგარის ადგილი არის და ბარება ხა ჩადე ბარა ისა რომ თქვა სამუშაოს თვითეში რაღაცა. ანუ კიდევ პრინტერი. ბარე ვიღაცა რაღაცა თალაზრებს. ელოდე მაგას. ანუ ეგ თემა რო არის, მაგ მაგდოსიც არა, მაგრამ აი ჩემი საბჭდება ისაა რომ ეს ბამბუს ეგ მანქანა უფრო იმაზეა გათვლილი, რომ არის ვიღაც მეიკერი, რომელიც რაღაცას ქმნის, რაღაცას აკეთებს, ალბათ შეიძლება კონტენტს აკეთებდეს, შეიძლება არ აკეთებდეს კონტენტს, მაგრამ ანუ იმისთვის არის რაღაცა ერთი უნივერსალური ხელსაწყო ყველანაირი სამგანზომილებიანი ფორმის მიღების ერთი მანქანა რა. რომ ანუ ტიპი ძირითადად ხელით მუშაობს. ხელით აკეთებს რაღაცებს, ხელით ღებავს, რა ასე შემდეგ რა. მაგრამ ანუ თუ კი რამის დამაშინება დაჭირდა სახში რო შეელოს რა რომ ოთახში აქვს რომ რაღაცას მოსაჭრელი აქვს CNC-ის თავი გაუკეთე მაგას ოთახში დაიდებდი მაგლაზერით ხო და რასაც გინდა იმას დაჭრი რა კი ანუ რას არ დაჭრი რა სული და რა ვეიფორი მაგასაუა ხო და ვენტილაციის სისტემა არ არის ხო უნდა იჩალიჩო რა არ აქცდება რა არ აქცდება ჩალიჩი ანუ როგორც კი ლაზერს ანუ სამივეს კომბინაცია ხო და მე ეხა ანუ ჯერ არ შემხვედრია ადამიანი wins and snapmaker artisans ფლობს ან bambus H2D-ს ფლობს და ლაზერს და CNC-ს იყენებს საერთოდ რა ანუ როგორც 3D printers ისე იყენებენ ხოლმე ძირითადად აი დიდი 3D printers რაღაცა თადო ორი დოზლია ხო და ძალიან მაინტერესებს არა და რანაწილი რა რომ ანუ ეხა 3D პრინტერის ამ სივრცეში ისეც ბევრი ნაგავი გროვდება ეს კორექსვაი ღერძები ისურება ასე შემდეგ ისე შემდეგ და მანდრო მინი CNC სამუშაოებ და ხის მტვერს ყრის ყველგან და ლაზერით ჭრი კი და ლაზერის ხო და იმიტომ რომ ის ლაზერის ნამწვი განსხვავებული არის 3D პრინტ ანუ პლასმასის ფილმებისგან რა პლასმასის ფილმები ფილტრებში არ უნდა შეისუნთქო, იმიტომ რომ გაგიფუჭებს. ანუ ისიც არ უნდა ჭვარტლი არ უნდა შეისუნთქო თავისთავად, მაგრამ ის არც შენმა მანქანამ არ უნდა ისუნთქოს თითქოს და აი გრძელვადიან გამოყენებაში ვინმე თუ
H2D-ს, რა ვიცი, იყენებთ და გავიზიარებ მაგ გამოცდილებას რა, რომ აი პრაქტიკაში როგორ ხდება, რომ იყენებ მაგ ლაზერს და მაგ CNC-ს ერხევა მანქანას თუ არ erხევა მანქანას, მარტო მაგის გაგება. დაგჭირდათ ლუბრიკანტის თავიდან. ხო რა, გაწმენდა ანუ გასუფთავება რამდენიმე ჯერ გიწევს რაღაც იმიტომ რა ვიცი და ზიროდებს რაღაცები. იმიტომ რავი ხა ის ჩემი K1 უკვე რაღაცა საუკუნის წინანდელ მანქანას გავს K1, არა და შარშანწინდელი მოდელია, ტიპი არაფერი ისეთი არ მომხდარა, გაფრინდა. მტვერი არსებობს რა. ხო და მტვერი არსებობს, მაგრამ ანუ რას გეუბნები რა, რომ K1-ზე ნუ როგორი დაზეთილის მოვიდა ის ღერძები. ხელი არ მიხლია და არის, მაგრამ ეხა მანდრო ნახერხი მქონა და ალბათ დაჭირდებოდა რა. აი, რომელ თვეში ვართ ეხა? მარტში ვართ და მარტში ასე ანიჩებია თავისი ეს Photon P1 გამოცხადა, რომელსაც მეგონი ეხლა დაიწყო მარტო გაყიდვა. პროგრამიზაცია თქონდა ის 2 ვატიანი, 1 ვატიანი სისტემა რო არის. ანუ რეზისტორია, რომელსაც 1 ვატი აქვს, მაგრამ შეგვიძლია ეს მოგეთ ერთ-ერთი ამოიღო 2 ცალი ჩადო და ორვეში პარალელურად ბეჭდა როგორც აი IDEX პრინტერები რო არა თავიანი. კი. და სხვადასხვა რეზინით რო ბეჭდა რაღაცა იქ რბილი რეზინით, აქ ABS ლაიქით იქ რა, ხო. და დაადაწევოდა რეკლამას იმაზე რომ ანუ Dental Works. ანუ კბილების და პროთეზების და ასე. ხო. ანუ თან შენი პირის ღრუს რენტგენი დაბეჭდე და თან ეგრევე დაბეჭდე ის გამჭვირვალე ჯადაბა რო არის ხო ეს? Invisalign. ხო, ანუ. მაგრამ ეგ არ ბადუ არ იბეჭდება, მაგრამ ხო მაგისი ყალიბი იბეჭდება. მაგის რებითოლში წავედი გუშინ წინ მე გამოვიკვლია საკითხი. ხო, ბარბადუ ყალიბი და ეგეც რო ეგრევე ანუ კომბო. კი. და დრო არ დახარჯო. მე რა კრეატივ K2 პლუს მე K2 პრო გამოუშვა უკვე მაისში. როგორც იყო ანუ 300-ზე, თუ 300-ზე ანუ კაი ვახადა ეგეც, მაგრამ ოდო დააპატარავა, დიდი არაფერი შეცვლა, მაგრამ ანუ ხო. ხო და ისე ის არის, არა, ეს აი კრეატივის K-სერია. რაღაც აი ისეთი ტიპი მეჩვენება რა, რომ ანუ მე მგონი არც ცდილობენ რომ რამე მეცნიერული გარღვევა მოახდინონ რა. აი კრეატივის მე მგონი აი 0 მცდელობა აქვს იმის რომ რამე ინოვაციით დაიპყრონ რაღაც ბაზარი რა. ანუ უფრო მეტად ოპტიმიზაციას რაღაცა ხო რა, ჩემი შთაბეჭდილება არის რომ იმაზე აკეთებენ ოპტიმიზაციას, რომ გავაკეთოთ ხარისხიანი მანქანა, რომელიც დიდხანს იმუშავებს ვირივით, იაფად, შეძლების დაგვარად და ნუ რაღაცა იყოს რა, რომ რაღაცა ბრენდი უჭირავთ რა. ანუ იმიტომ რომ უზარმაზარი მოთამაშე არიან ბაზარზე, მაგრამ ჯერ სულა არ გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც თამაშობენ რა. ერთი მეგონი აი კრეატისაც აქვს პატარა მარკეტინგის პრობლემა შემიაზე. ანუ ენდერი იცის ყველა. ხო, მაგრამ ენდერი რო კრეატივის არის. ხო, რაოდენობა იცის. ხო, შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცოდეს, იმიტომ რომ ენდერი. ანუ ენდერი თალკე ბრენდივით არის, ვიდრე ანუ კრეატივი ენდერი როგორი რა. ხო და მე მგონი თვითონ ქონდათ ეგ მოძრაობა. ეგ შეთქმულების თეორია საიდან მაქვს, იცი? რომ ტემუზე კრეატივის PLA გამოვიწერე. და რო ჩამოვიდა ყუთს Ender PLA ეძებნა ხო და ანუ ეთყობა რაღაცა ბრენდ ლაინი ქონდათ ოდესღაც რომ Enderზე აი Enderis PLA რაღაცა Enderi ჩიკედალა სასავისთვის და კრეალიტი უკვე ხო რა ანუ მე უკვე რომ აი თაზა მანქანა რა ბამბუს კონკურენტი ხო და პრინციპში არ იყიდეს რა ოღონდ ანუ რაშია საქმე რა რომ ეხა აი ეს K1 K2 K2 H2D-ს კონკურენტი არ არის რა, უფრო ძველი, ანუ P1S-ის კონკურენტი უფრო არის, ვიდრე H2D-ის კონკურენტია, ხო და აი H2D-ის პასუხით როდის მოვა კრეალიტი თუ უბრალოდ არ აინტერესებს ეგ სეგმენტი ბაზრის. ანუ ჩემი აზრით შეიძლება რაღაც გაქვს, მაგრამ არ მგონი აინტერესებს $2500 სეგმენტი. ძალიან ცუდი თუ არ აინტერესებს, იმიტომ რომ ანუ თუ გააკეთე იგივე და მანქანა რაღაც 1500-ად why not? მარა. მეგონია, აგერ სნაპმეიკერმა $800 გააკეთე. ვიცი ხო. 650-ად თუ იმის, მაგრამ მივალთ მაგას. ეგ ჯერ მაგ თვეში არა ვართ. რა მოხდა აპრილში თო? აპრილში არაფერი არ მოხდა აპრილში. ნოლი ნიუსი იყო. დიდათ არაფერი გამოსულა, არაფერი საერთოდ. სტანდარტული ისინი იყო რაღაცა. რკინის პრინტერები უნდა გაუჯობესდა რაღაცა
ეს ფილამენტი ოდნავ გაუჯობეს და კი, ანუ ისე. მეგორი აპრილი იყო ზუსტად ანუ კალბურთის ბურთების ბუბი და რაღაცა ხო, ებას ფილამენტის მეგორი ება მე წამოვიდა, ხო. უკვე. მაგრამ ერლის ბასკეტბოლი ხო რაღაც აპრილში იყო რომ ისა NBA თუ Adidas-მა რომელმა კომპანიამ გააკეთა? მგონი Adidas-მა? Adidas-მა იქნა მე მგონი. არა მახსოვს. რაღაცა ერთი რო გამოჩნდა მე ჰაპა გამოჩნდა. ხო, მანს ის არის რა, აი აეროდინამიკა რო არა აქ მაგ ბურთებს გულდასაწყობია ცოტა. ბაუნსი აქვს, მაგრამ შოტზე არა აქვს იგივე აეროდინამიკა, იმიტომ რომ ნახრეტები აქვს. რაც ელოდები ტიპისგან, ან როგორ უნდა იფრინოს. მაგრამ შევოდებით ანუ ჯერ ეგ ფებავიშოთ მაგარი მაინტერესებს ანუ მაგით მაგრამ ის არის ანუ ბაუნსი რბილი რაღაცები. ასწორებს, ყველაფერი ფუმფულა და ბაუნსი კარგია. ხო, მე უკვე ივიში რო 26 უკვე. ოკეი. რა, უკვე ციტატებს ვქმნი. უკვე ვიღაცები ბრჭყალებით მომნიშნავენ. ხო და აი ივიში გაგრძელდა ელეგუს და ანი კიუბიკის ბრძოლა აქვე რეზიდის სპრინტერებში და ანი კიუბიკმა გამოუშვა ფოტოდ Mono M7 Maxi. რომელიც არის 298 174 300 მმ-ზე რეზინის სპრინტერი. ჩვენიერი. რეზინის სპრინტერისთვის უზარმაზარი. ხო, საკმაოდ არის. ანუ ხა ეს არის 211 150-ზე 220-ზე. და ანუ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრინტერად რა სამოქალაქოში. ხო. და აბა ის ორმაგი ზომა. აი ხო შენ დიდ ზომა გამოუშვა და ანუ არა ის ანუ მაგ ზომაზე არის ცოტა სხვა პრობლემები. ანუ ამას 16 კა 10 ინჩი მონიტორზე და ამას აქ 14 ინჩი მონიტორი გამოდის ამით. და იგივე 16 კა თითო პიქსელი იმაზე ხო უფრო დიდი არის ვიდრე ამაზე. და ანუ მაინც რეზოლუცია მაინც კარგი. ანუ 8K გამოდის ორჯერ დიდი მასე ხო საბოლოო ჯამში. მაგრამ ბიჭო, აი 8K არის თითო პიქსელი გამოდის უფრო დიდი და მაგით ანუ დიდ რამეს თუ ბეჭდა, ანუ დეტალიზაცია დიდ რაღაცაზე იკლებს. და პატარა რაღაცაზე ანუ ეგ აქილი სიგდააცებს დანათება როგორ ხდება ჩერეზ ანუ რამე ლინზიდან ანათებს ეს ლაზერი გააჩნია არის როგორი ერთი არის ანუ ძველი ტელევიზორები როგორც იყო რა ერთი ელექტრონიკი რო უბერავს რა ხო ანუ ერთი ეგეთია რომ ჩერეზ ლუპა სპეციალური ლუპით ანათებს საჭირო არის და მეორე როგორც ანუ კომპიუტერის ეკრანი როგორც არის ან ტელეფონის ეკრანი просто ეგ დევს და საჭირო ადგილს არის. ხო, და აი ხა იმ აქ სიტუაციაში, როდესაც ეკრანი არის 16K გაფართოების უფრო დიდი. ნუ უფრო დიდი პიქსელები აქვს, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს და პირდაპირ ანათებს, ხო? ანუ შედეგი როგორი გაქვს, როგორი დეტალიზაციაც ქონდა ორჯერ პატარა რაღაცას 8K პრინტერზე. ა დეტალიზაცია მაინც უფრო დაკლები გაქვს. ხო და ანუ იპოჩი პიქსელების ოდედობა გაქვს მეტი. ეს იგივე პიქსელების ოდენობა გაქვს, მაგრამ დიდ არეალზე. ხო და მაგას გეუბნები ზუსტად რომ ანუ 8K-ს ვადარებ, მაგრამ 16K-ს კი არ ვადარებ, პატარა 16K-ს არ ვადარებ, პატარა 8K-ს ვადარებ. ანუ იგრო დაგეზომა თავისი ნაკლებით, ეგრე პატარა 4K, ეს 16K რაც ეგეთი გამოდის. ოკეი. მაგრამ იმიტომ რომ მე 8K-ს და 16K-ს ვერ ვარშევ ერთმანეთისგან. რეზიდის პრობლემა არის ჯერჯერობით მაგაზე რომ ანუ 8K არის, 12K არის მაქსიმალური რეზიდის გაფართოება, რაც ნუ ნორმალურ ფასში იშვება. აჰა. 16K მეგონი არც არის, მაგრამ ანუ უბრალოდ ხარისხი მაიცდება. ანუ 10 LS-იგის რაღაც მოდელი თუ ცუდი არის გაუგდებს ეს ფოტი არის რა რაღაც მაგას. ამ პროცესორ ვიღაცას რო იმარიაჟო, ხო, რომ მე 12K მაქვს და არა, მე 16. მაგრამ ანუ რეზინა არ მიშვებს 12-ზე შორს, მაგრამ მე მაინც უფრო მეტი მაქვს. იგივე FDO პრინტერებზე როგორც არის, სლაისერი რო არის ხა პრობლემა რა. კი, და ფილამენტი ას ნორმალური გვაქვს, სწრაფად შევლება რა, ანუ სლაისინგი და მაგის ინჟინერია ფლაბაობდი ვერ არის დასული, ხო? რა ბაქადებიც არის, იმ სიჩქარეებზე ნორმალურად მიქცევზე რა. ხო. აი, გავიზარდე მე ივლისში პასუხი გასცა ისევ ელეგო გამოუშვა თავისი Mars 5 და Mars 5 Ultra. რომელსაც $200 და $150 პრინტერები არის. ისევ რეზიდის. კი. და ანუ ეგერი ახლა ითვლება, აი დიდი მინიატურების კაზა ხო ინერგოც ეგ პრინტერები იშვება ყველა. ანუ ეგ ერთი 5 წელი დაიდგი და ცხოვრებაში აღადგინე მეტი პრინტერი. თან ეგ არის გამოსვლის სისტემა ძალიან მარტივია, ანუ ნახევარ პრინტერის დაშლა არ გიწევს და ანუ ეგ არის რომ ანუ ეკრანები იაფიღეს და პროსტა ერთი წელი გიგდია და დევს რა. ეგ მოდია. და მე ეს Cobra S1 Maxi
ეგ რაღაცა არ მახსენდება საერთოდ და მე მგონი რაღაც სასწაულები არ არა, უქმდება. ეს არის ახალი CFS სისტემით გამოვიდა, თან დრაიერ ბოქსი იყო აჰა. და თან ანუ მულტიფილამენტი რა, იყო მაგის თავარი პრივილეგია. კი. მაგრამ ჯერ არ ბონტეკი უკვე გამოცხადებული იყო აქ. არა, ჯერ არა, ეს იყო სექტემბერი. სექტემბერი. ბონტეკი ბონტეკი გამოცხადებული იყო, რომ მომავალ წელს იქნებაო, მაგრამ ეს იყო შაშანდელი დეველოპმენტი, რომ ბამბუს და ქრიალითის უკვე მულტიკოლორი აქვს ყველას ჩვენც უნდა გავაკეთოთ სასტრაფოდ, თორე რა გვინდა საერთოდ ბაზარზე, რას ვისუნთქებთ. და მე ზუსტად როგორი ამ პერიოდში ოქტომბერში დაიწყო სნეპეიკერი. თავის Kickstarter-ით. სნეპეიკერი ოქტომბერი იყო თუ სექტემბრის ბოლო? რაღაცა ანუ სნეპეიკერი და დაიწყო Kickstarter-ით და დაამთავრა 22 მილიონი თუ რამდენი? 22 მილიონი. ეგ იყო წლის თავი მოვლენა, ალბათ ეგ იყო რა. ანუ ყველაზე დიდი ამბავი. იმიტომ რომ ხო, მაგრამ ანუ სნეპეიკერი წლის ბოლომდე ვიღაცამ ხელში დაიჭირა რა. ნუ ინდექსის დაიჭირა ვიღაცამ ხელში რა ფორმეგნექსზე თუ ჩახვედი პრუსას კუთხეში ჯიგრები გაგიმარიაჟებდნენ რომ ნახე აი ხუთი განსხვავებული მასალა ერთმანეთში როგორ კარგად არის ჩამჯდარი მაგრამ ნუ დელივერი არ ყოფილა რა ხო და იმათ უკვე ინფლუენსერებს მიაწოდეს ვიღაცები ანუ პრიორდერებამდე რა ანუ ბევრი ის იყო რა ინფლუენსერები ანუ ინდექსად ბევრი ყავდა ალბათ მთელი წელი თუ ასე თებერვალში რო გამოაცხადეს მაგ პერიოდში უკვე ბეტა ტესტერები ყავდათ ხო და მე კიდე დაიბადეთ რაღაც წოდდება ადრე კიდე დეკემბრის დასაწყისში თქვათ ის Steve Build თქვათ ანუ ჩენელი არის ეგ აჩვენებდა ანუ როგორ ამუშავებს თავის ანუ ბეტა ვერსიას ინდექსს რა ანუ ესე ის ანუ ხო საჩელჩო არისო რომ ანუ მაინც შედით რო აკეთებო აი ეს დაბიზდების თემა რომ ანუ სწორად იყოს თული და უკან დადასტურებდა და შემდეგ გზები ვიდეთ კარგად არა ხო და მაგრამ Snaptech Maker-მა დააგლიჯა ანუ რას თქვა დააგლიჯა მოხსნა ყველა რეკორდი 3D პრინტერების იმაზე ეხაც ვტირი რომ პრიორდერზე არ ვიყიდე იმიტომ რომ ანუ როგორი სისტემა იყო რა რაღაცა ძალიან ადრე თუ იყიდიდი $650 ღირდა მე $150 ხო $50 ღირდა რომ $150 Kickstarter-ი რო დაიწყებოდა მე გქონოდა ფასდაკლება რა უსაყვარლესი სისტემა იყო ხო და აი ეგ სისტემა ესეთ ხო და აი ყველა ნაბიჯზე მოწველას ვერ ანუ მე ვარ მარტივი ადამიანი რა მე ვარ მარტივი რა გადავიყიდე მაგრამ ნიუტი ფული შენ ნიუტი მე დავიშალეთ რა კარგად ვართ რა ხო და ეს რაღაცა ავღანური რომ და ვერ გავქაჩე მაგრამ მე ეგ ტკივილი რო ვჭამე მე ვისწავლე გავიქი და მე ოქტომბერში სამაგერად ბაბულაბა და პრუსამ თავისი სიახლეები გავუშვათ ბაბულაბათა P2S-ი გამოუშვა რომელიც ანუ ის იყო რომ P1S და P2S შორის არაფერი განსხვავება არა განსხვავება იყო მაგრამ იყო რაც ცოტა ბევრი განსხვავება და სერჯერში ბევრი განსხვავება გამოვიდა რა რაც ოდაუკეთესი ეკრანი ოდაუკეთესი დოზლი ოდაუკეთესი ბედი ოდაუკეთესი D ოდაუკეთესი S აი თითო პროცენტი განსხვავებით ანუ რაც 30% განსხვავებაზე მივიდე რა ხო და მან ისევ იგივე თეორია მაქვს რა ანუ ჩემი აზრით P2S-ი ეს იყო რა ანუ მენა ფერმის აპგრეიდის მოდელია რა რომ რაღაც არ ვიცი აი ვიგლიცის ფერმაში ხო ბამბოები უდგათ ვერი ხო აერთები უდგათ ოხრად ბამბოები უდგათ ყველანაირი რა ვიცი ან რაღაც ეს არის ანგარი არის სავსე 3D პრინტერებით და ეხა მაგ ფერმის ტიპისთვის ხო არა ანუ ამ მანქანებს დრო გასდით რაღაცა ხოზე ხარ იმუშავეს უკვე ის რაღაცა 10000 გიჟივით ეგრევე არ აპგრეიდება ფერმა აპგრეიდება როცა რაღაცა გამო ერთი 10 თვის მერე კი მაგრამ ანუ მაგას გეუბნები რა რომ ის 10 თვის მერე ხო უწევს რა ეხლა ივლისში ეს ვიგლიცი დააპგრეიდება P2S რა ვეხება რა და ვიგლისის გარდა კიდე სხვა ფერმები სხვა ხო და P1S-ზე ძალიან ბევრი ფერმა იყო იმიტომ რომ ნუ უშუალოდ ხო რა reliable მანქანა კარგი მულტიკოლორი affordable ტიპი ანუ ყველა კომპონენტი აქვს იმისთვის რომ ფერმა გააკეთოს მაგ მანქანა ბაბულობს თავისი დახურული სოფტები რომ მარტივად გაუშვა შენი ფერმა კი და ნუ ეს არის ხო და მაგრამ P2S რა ხო და H2-ის მერე P2S-ი პროსტა ის იყო რა რომ აი
ჯერ ეს გააკეთეს და მე ეს გააკეთეს? ანუ რა ხდება? ანუ H2D იყო რაც $2800, ეს გამოვიდა როგორ $700, $800 ასე ვიდეო. ხო და მაინც კაი ძვირია რა ეგეც რა. მასავე თან ძვირაზე იყო Process Core 1 Elite. Core 1 Elite? ანუ იყო Core 1-ის Core 1-ზე რაც 10% უფრო დიდი, მაგრამ 220-ის მაგათ 320-იანი თუ 320-იანი ბედი ქონდა რა, 325-იანი. ხო. მაგრამ იყო რა, ანუ აგერ უფრო დიდი იგივე ტექნოლოგიაში და თან ანუ მუშაობს შვედურად. და ქონდა აი ეს გაბრები დამკეტი ვეთის რომ PLS თუ ბეჭდავს რომ გააღოს თვითონ რაც ABS-ა და SS რომ ბეჭდავს თავისთან დახუროს რა ყოჩაღმაგას და მე ეგ აპგრეიდი Core 1 Plastic ააკეთეს $100 აპგრეიდი იყო და დაიწყო გიგზავნით მაგერ მე კიდე ხო და ნოემბერი იყო თვეების ანუ Form Next-ი ყველაფერი ნოემბერში მოხდა ანუ H2C და H2SE გამოვიდა H2SE იყო რომ H2D ბარე ერთოზლიანი ამიტომ უკეთესი არის რაღაც მომენტებში ანუ მე ძალიან მარტო ერთოზლიანი მანქანისიდია იმიტომ რომ აი რაღაცა მულტიმატერიალი გასაგებია მაგრამ ანუ რეალობაში რავი აი სამი მასალით ერთად წარმოუდგენელი ანუ თითქმის არასოდეს არ ბეჭდა ანუ არ არსებობს ისა იმიტომ რომ თან ორი მასალა არის კაი რომ PLA-თან PTG თუ ბეჭდავ რომ PTG თუ ბეჭდავ PLA-ის ერთი ბატერია დაუდურო ანუ საფორტის მაგირას რომ მარტივად მოძრაობ რომ რაღაცა თაქს თუ აკეთებ რომ რაღაცა ერთი და იგივე რაღაცა ბევრი მაგირას ბეჭდავ და რაღაც მაგრამ ანუ ხო და რას გულისხმობ რა რომ აი რაღაც წყალში ხსნადი საპორტის გარდა ხო არა აი რაღაცა რომელსაც თან წყალში ხსნადი საპორტი გინდა რომ კონდეს და თან კიდე თავში იყოს ორი მატერიალი რაღაცა ნაწილი PLA აქვს რაღაცა ნაწილი TPU აქვს არ ვიცი მე ჯერ თავში არ მაქვს ეგეთი მოდელი რა ანუ აი ხა ვცდილობ რომ მოვიფიქრო რომ ანუ თეორიაში მესმის რომ რა მომხიბლელია ნახე რა მაგარია ერთი ნაწილი მაგარი აქვს მეორე ნაწილი რბილი აქვს მაგრამ ანუ მაგრამ ეგ არის რომ ხოდა შეგრება იფიქრებდი რა ხო და რა ვიცი მე ხა ვერ ვიფიქრებ და მე რას მოვიფიქრებ მაგრამ სხვა რაღაცას გულისხმობ მე რა რომ ანუ სინამდვილე რეალობაში ხო რა მულტიმატერიალი იმდენად შესაძლო არ არის რამდენადაც გეჩვენება იმიტომ რომ მარტო ნოზლები და თავები ხო არ არის დაუშვით ხა PLA-ის და ABS ჩემ ფეხებს დაბეჭდავ ერთად იმიტომ რომ ABS ჭირდება ჩემბერის სხვა ტემპერატურა და 45 გრადუსი რომელზეც PLA დნება რა ASA-ის და PLA-ის ჩემ ფეხებს დაბეჭდავ იმას 100 გრადუსზე ჭირდება პრინტბედი ხო და ანუ როგორ არ გულირებ მაგას და 55 გრადუსი ჭირდება ჩემბერში ხო და საშუალო 60 რო იყოს საერთოდ არ ეწყინება ASA-ის ხო და შესაბამისად ანუ ABS და ASA-ის აურევ კი ბატონო ერთმანეთს მაგრამ რატო ანუ რატო ურევ ABS და ASA-ის დაბეჭდე ASA-ი ABS-ი დაივიწყე რა ხო რა ნოლი მიღამია რა ერთი გარო რავი რა ფერადი გინდოდა და გაგითავდა ABS და წითელი ABS გაურე რა ანუ ის არ გააჩნია რა არანაირი ლოგიკა ხო და მაგიტო ხო რა მულტიმატერიალი შეზღუდული არის თვითონ მატერიალებით უფრო მეტად ვიდრე იმით და რომ PLA-ით და PTG ბეჭდე ხო და ანუ რო არსებობდეს რომ აი TPU-ს ალტერნატივა რო არსებობდეს დრეკადი რომელიც თან ASA-ის და ABS-ის ტემპერატურებზე იბეჭდება მე იქნება მაგრამ მე შეიძლება 1 კილო $800 ხო და ეგეც ის არის რა ანუ მაგრამ სანამ მანქანების შესაძლებლობა არ გაიზრდება და გავრცელებული არ გახდება tool changer-ები პრინციპში ვერც გავიგებთ მაგას იმიტომ რომ აი მომავალ წელს ნოემბრისთვის ხო რა უკვე რომ ბონტეკის ინდექსი ხალხთან მისული იქნება ყველა snap maker-ის გამოწერა მისული იქნება ბოლო Creality და Bamboo თავისი tool changer-ი გააკეთა მაგაზები და გასვიბავდოთ H2C თავისი ეს ანუ ყველაზე ცუდი გზა იქ შევგოდი ბიჭო ანუ როგორ ბანკი იცი რომ ფუფი ნაკლები აქვს მაგრამ დრო ლაბის იგივე ჭირდება რა თადო ABS-ი ჭირდება რომელსაც თადო 20 წამი უნდა რომ აი ეს ავიდეს და ჩამოვიდეს ხო მაგრამ ფუფი ნაკლები აქვს და ანუ ფერჯი არა თვითონ მოფუფუასაც რო დრო უნდა და იქ ხო უეჭველი და დაზოგა ანუ მოფუფა ის ჭირდება კი არა კი მაგრამ უკარო დააბრუნებს რომ აი მიეწეპოს და რაღაცა ეს ჩაიშოს რა
ხო, მაგრამ ნუ ის არა, რომ აი P1-ს ხო ჯობია. ანუ იმაზე უფრო სწრაფად ხო შევა ვიდრე თავისივე საუკეთესო სხვა მანქანა. ხო და მაგრამ რო შეადერო მე step back-ს და ეხლა რო გამოდის CDX-ი. ხო, მაგას შედებით არა. ხო, არა, მაგასთან შედარებით არიქიუბი აკაც ხელთი სიჩქარეებთან, ანუ ახლოსაც არ არის რა, ეხლა ისევ და ისევ რა, ანუ ჩვეულებრივ ამ AMS CFS რაც არის რა, მოკლედ მულტიმატერიალური სისტემებთან შედარებით ხო რა, კი იქნება გაცილებით სწრაფი ყველა. მაგრამ ერთმანეთში, ანუ აი ამ ტიპებში მე მგონი ყველაზე ნელია. ისა დოზლები რაც გააკეთა, proprietary რაღაც weird დოზლები რო გააკეთა. ანუ და X სისტემა. ანუ X სისტემა რამდენად გაფუჭდება? ხო, რამდენი მოძრავი რაღაცა არის, რამდენი დერი არის. აი ეს პატარა სენსორი რო აქვს, ტემპერატურის და იმის ეგ როგორ გაფუჭდება, არ გაფუჭდება. ხო, მაგრამ მაინტერესებს ძალიან. მაინტერესებს ძალიან, მაგრამ ანუ ჩემი აზრით თავდაცა ბევრი გზა ქონდა და შუაში გაჩხერილმა არასდროს აიჩია რაღაც. ხო და ეხლა ჩემი აზრით ჯობდა ვაფშე არ გამოიშვა და სხვა გაიგეთ. მაგ ვორტექსის სისტემას პარალელურად ალბათ აი მაგას ნამდვილად არ მოხდება ნახერხი და ლაზერის ნამწვი ხო? ანუ საბოლოოდ ხო და მაგრამ ნუ ეგ ვარიანტი რო გაქვს რომ ლაზერის თულჰედი იხმარო, კი ბატონო, მაგრამ მაგაშიას კიდე საქმე რა, რომ კაი 40 ვატიანი ლაზერი ჩადე ამ იმაში, მაგრამ აი ძალიან პატარა სივრცე არის 40 ვატიანი ლაზერისთვის ეგ სივრცე, რომელიც გაქვს 30 მეტრი. ხო რა, ანუ კაი ანუ ის ჩვენ საყვარელ საწყალ 5 ვატიან Creality Falcons აქვს 40-40-ზე სამუშაო არე. რა? და არ ყოფნის. ანუ ცოტა ჩვენ არ ყოფნის თორე. ხო, ჩვენ არ ყოფნის და ესე იგი არ ყოფნის თვითონ მანქანასაც რა და ანუ ის არის რა, რომ რაც უფრო ბევრი სივრცე გინდა რა ლაზერზე, მით უმეტეს რაც უფრო მარტივი მანქანა გაქვს რა და იმიტომ რომ 3D პრინტერი ამ თავის ორ განზომილებაში შეზღუდულობას იმით ანაზღაურებს, რომ მესამე განზომილება აქვს. ხო და მარტო ორი განზომილება რო გაქვს მე ხო ძალიან ცოტა, იმიტომ რომ გაქვს ზუსტი ხელსაწყო, რომელიც სუფთად და გარანტირებულად მუშაობს და მე ერთადერთი გზღუდავს ფანტაზია და ფანტაზია რო გზღუდავს ძირითადად გაბარიტებში იზღუდები ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ნუ ის არის რა რომ მაგრამ აი დღადობისა უბედურებას ნიანგი მინდა დიდი ნიანგი. ხო, უზარმაზარი ნიანგი მინდა, აი ამ ხელა ნიანგი მინდა. მაგრამ ერთი რაც უყურებდი ხო რაც ესეჩებს რაღაცა 90% თათა არა, მაგრამ სამოხარებლო ბეჭდვის უბედესობა რაზობით არის? ანუ სერვისებში რო უკვეთავენ და ადუგოთ რო იყიდლობენ და პრიფერ საბეჭდი ფერმები რო აკეთებენ. ხო, 256 ბუშტის ხელა. რა. ანუ A1 მინიზზე ეტევა. რა. უბედესობა და ქმდი რაც ხო, რაც იბეჭდება. კი, მაგრამ A1 მინიზზე ეტევა რაღაცა 4 ცალი. ანუ ცალი არა, ეს არის საკმარისი, ანუ 80% იმისა რაც იბეჭდება. ხო, პროდუქტები? ხო. აბა მაშინ ტყუილა ვიყვანძებით ჩვენ აქ ჰელმეტები და რაღაცები. ეგ არის 10 და 20% ზედმეტი რაღაცა, მაგრამ უბედესობა აი თუნდაც აი ვაზები რო არიან, მათობლები და პატარა ის ბიუჯეტები და რაღაცები, ანუ ყველაფერი ეტევა მაგაზე. ხო, მაგრამ ანუ დიდი. კი. დიდი გაია. სამას მნიშვნელობა აქვს. ხო, მაგრამ აი, გასაი ვორტექსის სისტემაზე რა თქმა უკეთესი გამოვიდა, შემიძლია აი ეს არიქიუბი Cobra S, Cobra X, Cobra X. მიც ან ფეცლიგერი არის, იგივე ABS-ი აქვს, მაგრამ იმის მაგალითად რომ ABS-დან 1 მილი მოდიოდეს. ხო. 4 მილი პირდაპირ ექსტრუდერში ჩამოდის და აი აქ ჭრის რა, ანუ დოზლის ოდავ ზევით და აი დოზლის ფუფი აქვს მარტო. და აქეთ წევს დებს რა უკვე ყველაფერი. მშვენიერია. მაგრამ რამდენი სწრაფია, ანუ მაგის ბენჩმარკები გვაქვს? ეხლა ესე რო ამოვარდეს. ახალგაზრდა ჯეიმი ამოქაჩე, Young Jamie. ეხლა ბა Instagram-ზე რო უყურებთ ანუ Formdex-ის ვიდეოებს და TikTok-ზე, ანუ სტანდარტულ ABS-ო და რაღაცა 50 წუთი, მესაც 35 წუთი მეთქი, 50 წამი, მერე Vortex ჭირდებოდა სადაც 35-30 წამი ფერისულებაზე. მარტო 20 წამი მოიგეს იმ ხელა რაღაც ჯაბახანის ჩადგმით. მესაც 25 წამი იყო აი ეს Cobra X-ი. აჰა.
მერე სტეპბეიკერი იყო 15 თუ 16 ჩენჯერის გარეშე თუ tool changers აჯობეს სიჩქარით? ვერა. არა, Cobra X-მა თუ აჯობა ბამბუს, tool changers გარეშე tool changer, ნუ nozzle changers-ზე რაღაც client tool changer-ი არა. და მერე ეგ ეხავს. ხო, მერე სტეპბეიკერი იყო 15-16 წამი და სადაც 10 თუ 12 წამი იყო ინდექსი. არა, ინდექსი შეძლებული ქონდათ იმისთვის, რომ ანუ 24 შვიდ რო დაიმუშავა ანუ ფორდექსზე და შეძლებული ქონდათ იყო. არა, ხო, არა პრემა პროტოტიპი არა ირიოს და იმუშაოს კარგად რა. და ბიჭო, ისე ანუ ირონია რა არის რა, რომ ანუ ბამბუს ძირითადად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არაფერ თვითონ არ შეუქმნიათ, ყველას იდეები მოიპარეს და მერე კარგად დაამარკეტინგეს და ყველაზე მეტი ფული გააკეთეს რა და ერთხელ გააკეთო ბამბუმ რაღაცა თვითონ და იმას ესხმება გაუჩერებლად რა. და ბამბუზე თუ ლაპარაკობთ, ბარემ ერთ რაღაცაზე რადგან ესხმება ნუ ნახევარი წელია შარშად იყო მაგის აერთების პრობლემა. აერთებს რა ჭირდა? ამერიკაში მაგის გამო დეკემბრის ბოლოს ცეცხლი ეკიდებოდა თუ რაღაცა ხო? ანუ კოლბექი რეკოლი გააკეთეს დეკემბრის ბოლოს. აერთების რაც ზოგიერთი რაღაც პარტია იქნება. რამდენიმე პარტია რა. რაც ანუ ჩვენ რაც power supply-ის motherboard-ზე. რა რომელიღაც ჩიპი არასწორად იყო დადებული. ან არასწორად ზომის თუ უყურებთ რაღაც და ეგ ხურდებოდა 130 და 140 გრადუსამდე როცა ანუ წესით თავდაპირველში მახელაზე მარტო დოზრივი და ხურდებოდეს. მე ბედის კაბელი იყო პრობლემა, ანუ ეგეც ანუ აი iPhone-ის კაბელებს ძველებს ემართებოდათ ხოლმე რა, აი შესაერთებელთან რო იმედა სახელმწიფო ანუ იგივე და ის პრობლემა გქონდა. ესე იგი. ეგ ხოდა მე ექსტრუდერის მინიბორდი რაც არის, ეგეც ხურდებოდა ისე რომ მთელი მას წვავდა. მაგრამ ისე ვისადი რა ქვია. ანუ აი ეგ ბამბუს რაც აქვს თანამდებობით არის რომ რაღაც არანორმალური სიჩქარით მოახერხეს რომ უზარმაზარი წარმოება დაეგნერგათ და ბაზრის ლიდერი გამختارიყო ხო და ანუ მაგრამ გასაგები არის როგორ მოახერხეს აი ცხოვრება საიდან მოვიდნენ ანუ DJI-ში შედები იყო მილიონობით ფულით რა ანუ არა მილიონ მაგრამ ბიჭო ანუ ძალიან ბევრი ხალხი არის მილიონობით ფულით მაგრამ ანუ თვითონ რას ვამბობ რა რომ აღსრულების თვალსაზრისით ანუ ძალიან ძნელია რომ რაღაცას ერთს რო აკეთებ იქიდან გადაეწყო რაღაცა 100-ის გაკეთებაზე და იქიდან გადაეწყო რაღაცა 100,000-ის გაკეთებაზე და აი ეგ მომენტი მაგრამ უკვე რომ ისწორი ხარ 100,000-ის გაკეთებაზე ხო და ანუ ეხა მაკალიბრის და მაკალიბრის და მაკდონის ინჟინერი და ორგანიზატორი რო ხარ გასაგებია რომ შეძლებ მაგრამ ნუ ეს არის რომ მაინც დასაფასებელია იმიტომ რომ მინდა გააკეთე შეთო ხო რა მინდა გააკეთე აბა მოგეცით ყველა ფული მოგეცით რა ანუ თელი დედამიწის ფული გაქვს თელი დედამიწის ფული გაქვს და ხო ერთ 6 თვეში უნდა გაყიდო მილიონი 3D პრინტერი რომელსაც შენ თვითონ ააწყობ მაგ თელი დედამიწის ფული რა ვიცი რა ანუ ქარხანა და რაც იგჭირ აი სტეპეიკერის ტური რო გააკეთა იმ დექსლიერმა იგდახე არა არ მიახავს ანუ მაინც ანუ ჩინური ქარხნები ხო იმე და ანუ მიმიქაროს გერმანული ინჟინერი ის რა ანუ ეს ანუ ყველაფერი ანუ პრინტერი რა დაწილად ხო იწყობა მაგრამ ისე ხო დააგებული რომ ანუ 30 წამი თუ 40 წამი ჭირდებოდა ანუ დედეულიდან ლაბის აწობილ პრინტერამდე რა ანუ ესე ამასე ჩაიერა ამან ერთი რაღაცა ჩადო მეორე წამი და მეორე რაღაც ჩადო და ეს და 10 რაღაც ჩადო ზათა ხო და თან რა არის რა რომ აი მაგ ყველაფრის ტრეკინგს აკეთებენ რა იმიტომ რომ ეხა ეს ბამბუს იონები რო იწვებოდა ხო არა ერთ შენიცი და მეორე იცის ბამბუს ინჟინერმა რა ანუ ხო არ არის ისეთი გავრცელებული ნიუსი არა რედიტზე კი მაგრამ ანუ რაც გეუბნები რა რომ მეინსტრიმ გავრცელებული არ არის რა რომ ანუ ვინც რუსთავიურზე კი არ გავუხარო მაგრამ ანუ თან რა არის რა რომ ანუ მაგ ყველაფრის ტრეკინგს რო აკეთებენ ტიპები რომ აი იმიტომ რომ დარწმუნებულია რომ იმათ აი ერთი ჩიპი რო უკუღმაიდო ხო არა ვიღაცა ერთი მუშადებდა პროსტა მთელი დღე უკუღმა მაგ ჩიპებს და იმენა და ზეპირად იცოდნენ
ვისი ხელით იყო ჩადებული და რამდენში იყო ეგრე ჩადებული და ანუ რას გქონდა რა recalls რო აკეთებენ ხო რა ანუ ზედმეტის recalls არ აკეთებენ არასოდეს ანუ ზუსტად ანუ რაღაცა ერორული კი კი რა ანუ ერორი თუ გაიპარა ხო რა ანუ ყველაფერი აღრიცხული აქვს რომელში რა მოქმედება რანაირად არის მომხდარი მაგრამ მარტო ბაბულების დასაჯველი წელს არ იყო რაღაცები ელეგუბაც ცოტა ელეგუმ რავი AMS-ზე გადაგვაგდო ხო ელეგუმ ჯერ არა რანაირად არის მოუწყო გადაგებული ხო მუშაობთო და даже აბასია დადეს სურათი რომ აგერ კიდე უმუშაობთ მალე გამო ხო ანუ რას გეუბნები მაგრამ ეგ არა მომავალ წელს თუ გაგიკეთეს AMS-ი ძმაო ყველას რო tool changer-ი ედგმება ფეხებზე არ კიდე ანუ მაგ Centauri Carbon-ში Bontex ჩააყენე იქამდე შეიძლება რომ დაუბრუნდეთ ელეგუზე ანუ კი ეგ AMS-ის გადაგდება არ გადაგდება და თან კლიპერზე არ ვართ მაგრამ თურმე ვართ და ეგ თეებიც რო ქვათ ანუ მაგრამ პრობლემა ქვათ მაგათაც Type-C კაბელი რო შედის ექსტრუდერში ანუ დიზაინი ქონდათ გაკეთებული ისე როგორც ის ძველი iPhone-ის კაბელი და ანუ აქეთ-იქით რო მოძრაობდა ანუ კორექცვაიზე ანუ რა მომეჩეს კაბელიც წყდებოდა და მე ანუ ხო რა იჩებოდა და ანუ სახენძრებოდა რა მაგას ანუ ეს პრობლემა ქონდა და ანუ მე ვიღაცეებმა გააკეთეს 3D მოდელი რომ ანუ აი აბას დააბაგრე და აღარ მოუვა ეს პრობლემა და ტიპება ეგ 3D მოდელი უბრალოდ რეზიდით გააკეთეს და ოფიციალურად ეგეთი აპგრეიდით გამოყენეს კი საყვალები მაგრამ პრინციპში ანუ რავი რა product discovery როგორ გინდა რომ გააკეთო აგერ ხალხი აკეთებს თვითონ რა solution-ის მოფიქრებას ცდილობდა ისა რომ ეხლა მე რა ჩავუგო ეხლა ეს Centauri Carbon-ი არის მე-5 თუ მე-6 სერიის ან კარბონთა შორის ხო ან მაგდენი გაყიდეს არ გააკეთეს არა გადააკეთე ანუ თავიდან იყო პირველ ვერსიას რომელიც გამოუშვა პირველ დაკაც ანუ ეს AMS-ის შესაძლებელი ვაფშე არ აქვს ო ეხა აქ მაგრამ მეორეს რა motherboard issue ქონდა ანუ ეგ გადაუკეთეს მესამე საის კაბელი ის გადაუკეთეს მეოთხეს რა ზიროდები გადაუკეთეს რაღაცა და ანუ ეგ პატერ მაგრამ ისა რომ ერთი წელს არ არის გასული და ანუ უსვიდეს და გააკეთეს ხო არა მაგრამ ხო მე მგონია რომ აი Centauri Carbon აი Centauri Carbon-ი იქნება მე მგონი რაღაც აი ბოლო ღაღადება აი ამ ერთფერიანი პატიოსანი მუშავირი პრინტერების ანუ რას გეუბნები რა რომ აი Ender 3 იქნება მგონია ამ თაობის რა აი ამ ეპოქის Ender 3 გახდება ანუ enclosed პრინტერების Ender 3 გახდება მე მგონია Centauri Carbon-ი იმიტომ რომ ხოზე ხარ მაგ ფასში მაგ მონაცემებით მაგ reliability-ით მომენტ და ნუ რა იტერაციებიც გაიგო უახლესი Ender 3 ღირს $270 ხო და ეხ Centauri Carbon-ი ჭამს ცოცხლად მაგ უახლეს Ender 3-ს ანუ ყველა ფერში ჯობია ფაზდეკნებას და იგივე ფასად დავიწყებე ანუ ფაზდეკნების გარეშე $20 მეტია ჩამოტან ხო და გიზა ერთი მაგდენი წად ვიცი ჩავდი იტირე იტანჯე აი ედერი ოდა უფრო იაფი დაგიზება ჩამოტან მაგრამ აი მაგაზე თუ შეიძლება პატრაზე ვერ მოგეშალოს აი აქ ანუ საერთოდ ბეშტო და პრინტერები ბევრს არ აქვს მაგრამ რაღაცა სხვა აქვს მაგრამ მარტო მაგაზე არ არის რეალურად თეატ ბევრად ბაზარზე მაქვს პრობლემა საქართველოში ანუ როცა 10 წელია რაღაცას იყენებ რაც იყიდე იფასთან რატო ყიდი ო ანუ eBay-ზე რო შეხვიდე რა ანუ გუში გამოსული ნივთი ანუ იგივე პოტია მაგრამ არ ვიცი ბავშვ შეევაჭრე ეგება გიკლებს ეგება გიკლებენ და უბრალოდ იგივე პოტია ბაქარს რო ყიდლო ბაქარის ყველაზე დიდი ცვეთა როდის ხდება რა ვიცი მე რო ატარებ არა ბაღაზიდე რო გამოდიხარ 20% ხო ეგრეა კი მაგრამ ნუ ხა აქ არ არის ეგრე ხო მაგრამ რეალურად აქაც 506 შეგიძლია ბაქა დაიყიდო ანუ აი სოვოლის ფასად 2 ბაქა და რომ მოგივა მადლობა თუ შეიძლება აი ბაი მარკეტზე რო და უცვლი 3D პრინტერს მანქანაში აი ბონტტეკიანს გაუცვლი თავისუფლად რა კაი მანქანაშიც გაუცვლი დაჟე ან რა ვიცი მე მგონია რომ ეხა ეს პირველი სერია ბონტე პირველი თაობა პირველი ბონტეკები თუ სიტყვა ჩავარდა რომ ძალიან მაგარი არის ანუ თუ ისე აღმოჩნდა რომ კარგი გამოდგება თავიდანვე და რა ვიცი მე ერთი წელი იმიტომ გაწელეს რომ იდეალური სტარტი ვინა გავაკეთოთო
ივე, მაგრამ რაღაცა იშვები ალბათ იქნება უეჭველი. რა ვიცი. ინტერესებს სადო. დოზლები თვითონ ხო აკეთებ რაღაცას, მაგრამ third party დოზლები, ანუ სხვები რას გააკეთებ, creality რა დოზს მოუფიქრებს ბოტექს. ან თავის ინტეგრაციასაც გააკეთებს. ხო, არ ვიცი. კაი, სილიკონის დოზლი ხო უეჭველი ან საერთოდ არ გააკეთებს, რა ვიცი, რა, უბრალოდ თვალებს მოხუჭავს მაგათი. მაგიტო არის ყველაზე მეტად ჩემი აზრით პლუსა დასაფასებელი როგორც კომპანია. რომ ანუ თავისა შვება კარგად შვება რომ თავისას შვება და კარგად შვება და იმისდან მიხედავთ რომ თავისას შვება და აქვს უკვე საკუთარი tool changer-ი და ენერგიილი გაკეთებული ხო არა მაინც კოლაბორაციაზე წავიდა და ხო არა აი ჩვენი tool changer-ი გინდა ჩვენ დააყენე ამათი გინდა ამათი დააყენე შენ ოღონდ პროსე იყიდე ოღონდ შენ იყავი კარგად რა ანუ ეგეთი ამბავია იმიტომ რომ ხა ქორვანები ისეც ნაყიდი ქონდა ხალხს რა. ანუ ბონტეკი საერთოდ არც იყო ნახსენები მე მგონი რომ თუ იყო რომ ქორვანი შაშეთი გამოვიდა. ხო, შაშანწი გამოვიდა ქორვანი. ყველაზე გვიან ძუ ბერდება პრუსას მოდელებთან. ანუ პრუსას მოდელები დიახ არც ბერდება. რათა MK1 თუ ქონდა დაყიდი. ხო. ეხლა შეგვიძლია MK4S თუ MK4.5S-ზე იყო. ანუ პატარ-პატარა აპგრეიდებით მიჩოჩდე, ხო? ხონდა რაცა $20 დაამატე $30 იყიდე პროსა ეს აპგრეიდ კიტი და მიხვედი აქამდე რა. ანუ ეგ არის კარგი. ხო, მაგრამ ეხა MK2 რო ვიყიდო. MK4-მდე რო რამდენში მივალ, MK4-ში არ მირჩევნია პირდაპირ. ეხა ანუ ყოველთგრეა რა დააპგრეიდება. ხო, უფრო ძვირგიჟდება, მაგრამ დროში არის გაწეული. განუადებას ავითარ. ნუ subscription-ივით თუ გაქვს მე რაღაც მომენტში. ანუ ისა თუ გაქვს უკვე ერთი, უფრო იაფი არის დააპგრეიდება, ვიდრე ხო, ახლის ეჩაჩო ეს გაყიდო მე ახალი იყიდო და რაღაცები, უფრო ხო, არა, ყველა სხვა ბრენდზე ხო არა ეს არის რა, ახალი დააპგრეიდება და ახალი უნდა იყიდო. თუ არ გაქვს ახალი იყიდე რა, ანუ ერთებაა რა. მაგრამ ეხა აი ქორვანი ნუ პრინციპ ბონტექს დავუყენებ. MK4-ის ქორვანზე დააპგრეიდების კითით იყო თუ არა. დაჟე? რაღაცა იყო რა. MK4 ბეცლინგერი არ არის? ხო. ქორვანზე ანუ დუენდერი როგორც კეთდება. გავიგე, მაგრამ დუენდერი როგორც კეთდება, ძმაო, ეგ ანუ მარტო ფულის იშუ არ არის, სკილის შუა კიდე, ანუ ხოძე უნდა ანუ რეალურად ბევრი ადამიანი რას უღებ, ანუ პროსა საერთოდ სკილის შუა არის ბევრ მომენტებში. როგორც ესეთი რო არსებობს? არა, იმაში ანუ კი, assembled variants ეს ხვედიან. მაგრამ კითი რა $200-300 იაფი როგორც. ხალხი კითხულობს და გონია რომ ავაწყობ. და მე 50000 ნაწილი რომ ჩამოდის ერთ კუჩი უყურებენ და დაბრუდება შეიძლება? ბიჭო, არ ვიცი, მე ის კაირთი ხო დავშალე და ავაწყე. 4 ბოლტი მაქვს დარჩენილი, რომ არ ვიცი სად მიდიან რა უნდა. და არა, თან რა არის, იცი რომ 4 ზედმეტი ეს ხრახტი ხო მაქვს დარჩენილი რა და თვითონ ის აი ფენის სამაგრე ექსტრუერში ერთი მაკლია. არა, მაგოთხიდან არც ერთი არ არის, მაგრამ მუშაობს. და creality quality რა. creality quality ხოჭა მაგათ. მაგრამ ანუ აი კაირცე ჩემ პირადი გამოცდილებით სიკვდილი არის იმე ღვედების მოჭიმო არის სიკვდილი ძალიან მოუხერხებელი ღვედების მოსაჭიმის სისტემა აქვს რა. და უკან ჯადაბაში და მოხდა პანელი მოხდა ის და რაღაცები. კაირცე, გეუბნები იმ ტელეფონის აპლიკაციაში რომ აი ამ სიხშირეზე გაასწორე, ხო? გაასწორე სიხშირეზე ესეთ ტალღებს უკეთებს კედლებს რა. მე აუდექი და ყურით გავასწორე და არ ვიცი მე perfect patch მაქვს თუ არა, აი perfect patch თუ მაქვს არ ვიცი, მაგრამ ანუ ყურით გასწორებული იმ ხელატავებზე რო კეთებს რა ხელასაც ის გასწორებული დაილუსა რო უკვე ესე კარგად ხო რა ვიცი რა მაგრამ ნუ ეს არის რა დუმ ანუ ხმით ვიცი მაგრამ ანუ თან ვიცი რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არ არის მაგრამ ანუ არა ანუ რაღაც მომენტში დავდექი იმის წინაშე რომ ის კი არ იყო რომ რაც რეკომენდირებული სიხშირე არის მაგაზე გამესწორებინა და რეკომენდირებულ და ოპტიმალურ მოჭიმულობაზე უღონდ თანაბრად ყოფილიყო მოჭიმული მაგ კომპრომისზე წასვლა მომიწია იმიტომ რომ რა ვიცი აი სოულს მაგალითად იდეალური იყო რა უბრალოდ რაღაცას დაუჭირო რაღაცას მოუშვი მოეჭირა მოეშვა იმას ორი რაღაცა უნდა დაუშვა ეს რაღაცა უნდა მოუჭირო და მე ზამბარას უნდა ეჭიდაო და მე თავიდან გადაუჭირო ეს გვერდითა რაღაცეები და მე დააწკაპუნო რა და ამ გვერდითა რაღაცეებს რო უჭერე და ამას აწკაპუნებ სიხშირე ეცვლება გზა და ვეღარ იგებ მე
როგორ უნდა ყოფილიყო, რა ძალაზე უნდა ყოფილიყო 2 მმ-ით რომ გადმოდის უბრალოდ მოჭერის გამო. მაგრამ მუშაობს. მაგრამ თან თავარია ბავშვი იყოს ჯავში. ხო რა, მაგრამ ანუ თუ დაგჭირდა კარგად მოჭიმვა მაგ ხვედების და ანუ იდეალურად მეორე ადამიანი გჭირდება ანუ არა, იდეალურად ვერ სვამ რა, ანუ გაწვალებს იდეალურად დასმაზე. როგორ ვერ იზამ, მაგრამ თან ის არის რა, აი კედლის ბოლო მხარეს არის და აქ არის ზიროდი. ხო, ზიროდი არის რა, ანუ ღერძი არის რა და ამ ღერძის უკან უნდა შეძვრე ამ ალენქით და ძალიან ანუ არ გამოდის არ მუშაობს რა. მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს. აი, რაღაცა ისეთ პოდია რომ შეკეთება თუ გჭირდება გადააგდე ახალი იყიდე მეთოდოლოგიით მუშაობენ რა ლაბის ხო? მე მგონი ხო, ანუ გადაგდებთ არ გადავაგდებ, ბევრი კაი ნაწილები, ზიროდებს შევინახავ, მოტორები, სტეპერები კაია, სამიცალი, მაგრამ ნუ ის არის რა, მაინც გულდასაწყვეტი იქნება. მაგრამ აი, ისა გადავარდო. ხო და აი ძალიან მინდა რომ შენ დრო იზახდი. აი მეორადი ბაზარი საქართველოში რაღაც ის არის რა, რომ აი ისეთ მომენტია რა, რომ ეხლა რო ჩამოსქროლა მაიმარკეტის და უყურებ რაღაცა ავღანეთის დროინდელი ენდერები რა, ანუ პირველი ედერი 607 ლარა. ანუ eBay-ზე 50. ხო და ანუ აი თან ის არის რა, რომ აი მართლა რა სენტაური კარბონს რო იყიდე და რაღაცა ისეთ ფასებში რო არის ტიპები, რომ ანუ ახალ შარშან გამოსულ სახეს რო აძრობს ისეთ რაღაცაზე ყიდი და ანუ ძალიან მინდა რომ იყოს ეს მეორადი ბაზარი საქართველოში იმის რა რაღაცა და ანუ აი 3D პრინტერის დაშლილები მინდა რომ არსებობდეს რა, ან რაღაცა ვიღაცა ფერმა რო დებდეს რომ აი ამ მანქანას დედაუტირეთ იმდენი ვამუშავეთ და ყოველზე ხარ ნაწილება თვინმე თუ წაიღეთ იმიტომ რომ ჩამოვწერეთ ჩვენ ხო რა ჩამოვწერეთ ჩვენ ან რაღაც ისა იმიტომ რომ თვითონ 3D პრინტერში ბევრი ისეთი ნაწილია რომ პროექტებისთვის წასწორებს რა ანუ სტეპერი მოტორი კარგი რამეა კი ექსტრუდერები და ანუ ექსტრუდერების ღერძები ყველაფერი ანუ ყველაფერი სასარგებლო ტიპი არის შიგნით თვითონ ჩარჩოც შეიძლება გამოგადგეს მაგრამ თან და შეიძლება 5 წელი აგროვო ერთი მუშა გააკეთო რა. ხო, რა შეიძლება რომ 5 შეაგროვო, ერთი მუშა გააკეთო, მაგრამ 5 წელს ვერ აგროვებ და ერთ მუშა პრინტერს ვერ გააკეთებ თუ ანუ რაღაცა 800 ლარი ღირს ისეთი რაღაცა, რომელიც ანუ საერთოდ გადასაგდებია და ის არის რა, რომ ფლეშკაც თუ შეარჭობ რომ მუშაობს და გამოაძრობ და აღარ მუშაობს, ეგეთი ტიპია. ხო და ხო და არ ვიცი რა, მაგაზე ეხლა როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომ შედი ნივთი, რომელიც გგონია რომ ღირებულია. მაგდენად არ გაყიდო, მაგრამ ანუ თან იმაშვები რა, ცოტა გნეგავთ რა. ნეგი რაღაცებზე მესწრა, რაღაცები ანუ აქ ხო არის შოება. მაგრამ რაც შოება ანუ ჩაბოდა და რაღაცა როგორც ორმაგდება ფასი ბევრ რაღაცაზე როგორც არაფერი. არა, მე პრინტერზე რა არ ორმაგდება, ანუ სოული ერთი იმდენი დაჭდა, გამბაჟება, ელეგუ ერთი იმდენი დაჭდა, გამბაჟება. SS ერთ იმდენი დაჭდა გამბაჟება, რა ვიცი, ერთიც რაღაცა 70% დაჭდა გამბაჟება ღირებულების. და რაღაცა 20 კილოში თუ ეტევი და ბარში თუ ეტევი, შეიძლება უფრო იაფი დაგიჟდეს წასვლა იტალიაში და გერმანიაში და წამოღება თვითავით რა. ჩახუტებული. კი. ანუ იმენ 1 ევრო ტურის ფას იხდი, მე ამ იმაში რა, საბაჟოში და ტრანსპორტირებაში და ზეითუნის ზეთები რო არის რა. ლოგიო ან ნორმალური ბრენდებისაც არის. ადერ არადობასაც ბაზი ბრენდებისაც არის. 10 ლიტრა იყო აი ზღვარი, როცა 10 ლიტრის ყიდვა თუ გინდა, უფრო იაფი ჯდება იტალიაში წასვლა მაგალითად. მაგარია. და ტურით გამოგდით რა ხოში არის. ხო. აბით. ხო და არ ვიცი რა ვქნა ეხლა რა ანუ შვედეთში უნდა წავიდეთ მართლა სიამოვნებით. ანუ აი ხო და მარტში რა უნდა ვქნა შვედეთში უნდა წავიდეთ იმიტომ რომ გამბაჟება უეჭველი უწევს რა. ისეთი მძიმე არ იქნება პროსტა ერთიგა. ხო გამბაჟება როგორ არის იმდენი ენდით ეხლა რა ანუ ერთი კითი ანუ ორ თავს ხო არ ვიყიდით არა ხო ეხლა რა კანდიდი არა მაგრამ ან დაღება უწევს უბრალოდ ფასის გამო. ხო ფასის გამო მოუწევს. ტრანსპორტირება ისეთი ძვირი შეიძლება ტრანსპორტირება კილო არ შეიძლება კილოც არ იყოს. ხო, ეგ კაი. რათა ექსტრუდერი და ერთი თული 300 გრამამდე იყო თუ რაღაცა. ხო, ნუ ის არის. და თითო თული 110 გრამია თუ რაღაცა. ხო, მაგრამ თვითონ ეს ისა სოულისთვის გაკეთებული რიგი თუ ეკნებათ, კიტშივე. ეგ არ ამგონია. კიტშივე თუ ეკნება. ეგ ცალკე იქნება საღებელი.
ცალკე იქნება. მაგათმა ეს Delphi Kit-ში შედის მარტო აი აჰა, ფოთები ხო და და- მე თვითონ გაიკეთე, რავი, დაიბეჭდა რა. 3D პრინტერები გიყრია 3D პრინტერები და როგორღაც ეხა გენტრი აგრე გააკეთე. ილიამაზე გადი და რაღაცები ჩაიჭრა. ეგ არის, რაც მოხდა და ეხლა პატარა პაუზა ავიღოთ და მივფიქროთ იმაზე, რა გვინდა რომ წელს მოხდეს სად. წელს. ან 3D ტავერდაში, ან 3D პრინტერების ბიზნესში, ან საერთოდ. ეხლა შევდგეთ რა გვინდა ეს თუნდაც ინდუსტრიისგან. ინდუსტრიისგან მეტი 6 ძალიან მინდა open source 6 აქსისიანი რობოტის სოფტი. ინდუსტრიისგან ხო ანუ ეგეთ პრინტერების ხო არსებობს რა რამდენი რეალებს ატრულებს ანუ ის შენობების პრინტერები ყველა ძირითადად რობოტი ხელი პრინტერებია 1-2 გამონაკლისი გარეშე რაღაც უზარმაზარი იმენად ის განფრი რომ კიდენადაც ხო ხო და სახაზავ ნახე შენ რო იძახი შენობაზე რო ცოცდებოდესო ხო ჩვენ რო ვიძახ 9 მეტრაზე 9 მეტრ 7 მეტრაზე რო იყო პრინტერი ხო და მართლა აცოცებენ ანუ სწორად გამოიცანი წინასწარ მეტყველი ხარ კი ხო და მეტი tool changer-ი მოგვინდა მეტი და იაფად ყველაზე კარგი ვარიანტი ხო და ეგ კაია ჩინელების შიდა კონკურენცია დაილოცოს რა ანუ ეხლა Snapmaker და Bambu ერთმანეთს რო ხოცავდნენ ესე რომ წკაპ ხო ამყავ რა იმიტომ რომ Snapmaker-მა რაილეთი ჩაუტარა Bambus ეხლა რომ იმას ხდა Bambu მარტიზანზე წაეჭიდავა რომ CNC და ლაზერის გავაკეთეთ და ამან tool changer გადაარტყა უცებ რაღაცა 700 ჯერ იაფად და Bambu უფრო გვიან გააკეთა უფრო ძვირი და უფრო ნელი მარა რა გვინდა ხო რა გვინდა შევეცადო დიდი პრინტერები რომ ცოტა უფრო იაფი იყოს და ხარისხიანი ხო გაიქნებოდა რათა ეხლა კი სოულის S2 მაქსი რო არის 505-ზე ეგ სულ პატარებში გაბაქრას შეიძლება ხე რა მეტრზე და 2 მეტრაზე ანუ ეგეთი სილის პრინტერები რაც 1000-ობით რო ანუ 1000-ობით ღირეს მაგრამ 7 და 10 და 15000 რო ღირს მაგრამ ის რა 2 შპაგელისგან რო არის აწყობილი და ის Tronxi რო არის კომპანია. ჩვენ კომპანია და ეგეთ რაღაცებს აწევს, ანუ მუშაობს. მაგრამ აი რო შეხედო აი პირველი პრინტერები რო იყო. უნდა მოხო ხო. აი პატარა აი პოლის ჯოხები რო არის, ერკინისა და ეგეთი რაღაცებით არის აწყობილი რა იმედა. Why not? აუცილებელია რომ ექსტრუდი და ალუმინი იყოს. ცოტა უფრო ხარისხიანი, ეგ ანუ რო ქადაობს რაღაცა მაინც ანუ არის ხება რაღაცებს და თან მაინც ძვირიხის და რაღაცა. ეგ ვიდეო რომ ცოტა უფრო ხარისხიანი, ან იგივე ფასში, ან რა ცოტა უფრო იაფად რაღაც ან დიდი პრინტერები რო იყოს, ხო? რათა მეტყვი მაგაზე რო ანუ 32 და 40 ინდექსს დააყენებ მაგაზე. მე დაბეჭდე რა გინდა, რამდენი გინდა. ხო. ძალიან მინდა რომ ფილამენტები გაიაფდეს. კარგი ფილამენტები, ინჟინერული ფილამენტები. აი, იაფი არის. მაგრამ ჩვენთვის არა. გავი რა, ანუ ხო ჩვენთვის არის, ჩვენთვის არაფერი არ არის. ჩვენ საქართველოს არის გლეხი კაცის როლში რა. არავინ არ არის. არავინ ჩვენთვის არ არის. ხო, ამერიკაში რო იყო, ან ევროპაში. ნორმალური რა, PLA-ის ყიდვა შეიძლება $6 დახევრათ. ну თუ კომპანია ხარ და 100 ყიდულობ. თუ ეგ არ ხარ რა $8 $9. მაგრამ აქ უბრალოდ ჩამოვიტანე და უკვე 60 ლარი გახდა რა. ეგ $8 და $10. ეგ აი დავსევდიანდი რა რატომ იკეთებ ამას? ახალი წელია. ზიოფსეტის იდეალურობა. კონდა. მაგრამ აი ეგეც რომ აი კი X1 is როგორც ხოდა აი სლაიდერ სენსორი და შეიძლება ედი პროუბი რომ დააბატო პრინტერს ან ბიქადი აი ეგეთ რაღაცა ეგეც ცოტა გაიაფთეს და პირველი მოუყვებოდეს პრინტერებს რა პლასტიკური კარბონის ფაში შეიძლება არ მაგრამ აი $400 და $500 პრინტერები რაც არის მაგას რო გქონდეს ეგ ანუ დიდი პრობლემა მეგონი არ იქნება ხო ну არ ისე ის არის რა რომ მეტი კოლაბორაცია ალბათ გაასწორებდა იმიტომ რომ ანუ რას გეუბნები რა რომ აი კი ბატონო იცი რომ შეიძლება რომ ერთი რაღაცა იყიდო მე მეორე რაღაცა იყიდო დაუყენო ერთმანეთს რა მაგრამ ბარემ რომ მოუნიშნოთ ფსიჩკა რომ მოუნიშნო შეიძლება და 50 ლარი ადგილზე დავამატა რომ მე კი რა საკაიფო არის რომ ანუ
ჩებით გავაკეთე ხო, იმიტომ რომ ეხა აი რაღაც ის არის რა ცოტა ანუ ლოჯისტიკური წვალება არის, ანუ ყველაზე მეტი წვალება 3D პრინტერებთან ურთიერთობის განმავლობაში ლოჯისტიკური მაქვს. იმიტომ რომ ხო რა ხან რაღაცას ამერიკიდან ელოდები, რაღაცას ჩინეთიდან ელოდები, ის მანქანით მოდის, ეს თვითმფრინავით მოდის. აქ თვითმფრინავზე მოცულობითი წონით გათვალეს და უცებ ხოლმე ხარ საბაჟომ და სატრანსპორტო კომპანიამ ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და დაგას სენდვიჩეს ლიფტში გამოგიჭირეს და ჩაგჯერყნეს ბოლომდე რა სიცოცხლე გაგიმწარეს ხო და აი ბარემ საერთოდ 300 ლარზე მეტი იყოს რა ხო აუ ეგ აი საქართველოს მაგას უსურვებთ ჩვენ რომ ტვირთის საბაჟოს ზღვარი აიციოს ხალხო აი პიკი დააბადეს 3 პოლიტიკაზე და 10 კილომეტრი პოლიტიკაზე არ პოლიტიკა არა როგორ თქო დაგოხმარით ხალხზე კი არც ის ბიჭი არ მოუპარია თქუშინ წინ ამერიკელი ხო ის გერა ჯერჯერობით ყველაფერი გათვის და ერთი რაც არის კირის სპრინტერები აი სალიბირის სპრინტერები და ხო ოთახში რო შეგიძლია პლუს მინუს გედოს რა ანუ ეგეთი ბეტი გამოვიდეს ანუ ნორმალურ ფასებში კირის სპრინტერები რომელიც შეგიძლია ანუ შეიძლება სახში არ მაგრამ ვორქშოპში ან ოპუსში დაიდგა და არ ჭირდებოდეს 5 ტრეილერი რომ მოიტანო აი ეგ არის რაღაც 4 წლის ამბავია 4 წლის ამბავია რომ კარგად მოიპარონ ტექნოლოგია ჩინელებმა რა ანუ მართლა გნარდეს მასში სერიულ წარმოებაში დანერგონ ბოლო ხო და უნდა ვაგრძნობინოთ რომ მოთხოვნა არსებობს რა იმიტომ რომ მე ჩინეთი ეხა ალგორითმებში მიზის გიჟივი ანუ ესე მგონია ხოლმე ზოგჯერ რომ იმენა სი ჯინპინმა დაადო თითი ჩემ კომპიუტერს აი აბა და რომ ამ ბიჭს ყველაფერი დაანახეთ რა რეებს ვაკეთებთ მაგრადო რა და ანუ დამანახეთ მეტი დამანახეთ რა მეტალის პრინტერები დამანახეთ ჩემო ძვირფასო ჩინელებო მეტი ნიხაო კიდე რა ვიცი ხენ ფიაოლან muy bueno თუ შეიძლება რამდენიმე დააურია მასობაში ლაპოტა ეგ ის უჩახრალი ვარ ანუ სამი დაურის ფინა და მეტი პრინტერი კი აი იქნებოდა რომ შევიდ მაგრამ რაც გვაქვს უკვე ეგ რო ავითვისოთ კარგად ხო ეგაა სწორება და ანუ ჩემთან რაც ჩემი და მეგონა შენ კიდევ რა დაავადოთ ანუ ეს ანუ კურსები რაღაც დონით იქნება ეს ანუ ვიდეო თუ რამე ადგილი ვიშოვოთ და მაგრამ ანუ 3D ბეჭდვა აუ ისე ფაბლობის გაკეთება მაგრამ რომ პროსტ სივრცე იყოს რომ ხალხი მოდის და რაღაცებს აკეთებს ჩალიჩობენ და რომ უბრალოდ ანუ რა მორჩა რა ან იმიტომ რომ რავი ეხა აი რამდენი პრინტერიც გვაქვს რა ვიცი 5 პრინტერზე ხო ვართ 6-ზე რაც არის რა რიცხვიც არის აი უკვე ნახე ვეღარ ვითვლი ხო და მისინდას ვერ დამეთვალოს ხო და ანუ აი პონტი რო იყოს ეხა რომ ხო არა რაღაცა არზის რომ უბრალოდ რაღაცა სივრცე მქონდეს რომელშიც ამათ მივიტან და ვისაც უნდა მოვიდეს რაც უნდა გააკეთოს რა ვიცი მე რა შიგადაშიგ ფილამენტი იყიდოს ხოლმე და რაღაც ანუ ხოზე ხარ რა რაღაცა ქირა გადაიხადოს პრინტერი ხო რა ანუ საერთოდ არაფერი არ გადაიხადოს რავი რა და მინდსა ვიღებ მე ფილამენტიდან რა ვიცი ან რაღაც ეგეთი მაგრამ უბრალოდ თავისუფალი სიტუაცია რომ ხალხი რომლებსაც რაღაცების გაკეთება უნდათ იმიტომ რომ ეხა რეალურად ხო 3D პრინტინგის ანუ თავი შეზღუდვა რაც გაქვს არის ფანტაზია თავი შეზღუდვა არის რაც გაქვს არის ის რომ ხო აი ნებისმიერ რამის გაკეთება შეგიძლია და რა რისი გაკეთება ღირს და რისი გაკეთება ღირს აუცილებლად ფული ხო არ არის რა იმიტომ რომ მე რო შემეძლოს რომ ისეთ სივრცე შევქნა სადაც ნიჭიერი მოდელერი და რაღაცა კარგი ექიმი დასხდებიან ერთად და მაგარ პროცესს განავითარებენ და პატარა ინჟინერი წაეხმარება იქიდან რომ მოტორიზაცია გაუკეთოს მაგას და ეგ ეკოსისტემა რო არსებობდეს ხო რა საბოლოო ჯამში მაგ ეკოსისტემიდან იმაზე უფრო მეტი და იმაზე უფრო მეტი ფულის გამკეთებელი პროდუქტები ამოვა ვიდრე შეიძლება რომ უბრალოდ print on demand-ით აკეთო ადამიანმა იმიტომ რომ აი ხა print on demand-ი ისეთ ტიპია რა რომ კი ბატონო რა მომეც შეკვეთა გამომიგზავნე STL-ი შევაგდებ ფორმულაში გეტყვი ფას გაგიკეთებ რა მაგრამ რაღაცა ხოზე ხარ რა ცოტა მაგას რაღაც გლობალური რო ეხებოდე რა მაგრამ შაშარასაც გეუბნებოდი აი ერთი IS event-ი მაგრამ მინდა რომ გავაკეთო ასე ჰობი კოდი ხო როი
ინდიის სასტავი და ჩვენი სასტავი გიტარის თავი დებეჭდოზე დურგლები ძითვების გამკეთებელი რავი ეგეთი სასტავი უბრალოდ ანუ ტერეის პარკში ექსპო ჯორჯიაში სადღაც უბრალოდ ანუ გაუფედასთავით რომ მოვაწყოთ ამოვიდეთ პაზულებიდან და სპეციალიდან და ანუ ხალხს ვაჩვენოთ რომ აგერ აი ეს კეთდება რას მომენტებში არის მაგრამ ძალიან მიგდებულად არის ყველა რას მომენტში ხო ნუ ის არა რომ ცნობილი შემოქმედი ხალხი ძირითადად რაღაც მარტო ხელა მარტო სული ტიპები არის ხოლმე იმიტომ რომ რა ვიცი აი ეს ტიპი ეს ტიპი რომელია შენ რო შეღებე ისა თუ მე რო შეღებე ისა შენ გაგებული ხო აი ნახე აი ამას რო დაუჯდები და ნახევარ საათი ხელით რო შეღება ხო ფოკუსი ვერ მოვა ფოკუსი გათშული მაქვს გათშული კაი მაშინ მე იყოს არ ვიცი მithage სურათი აი ბილოს გაუშვი აი ნახევარი საათი რო უბრალოდ აი ამას აკეთებ იმიტომ რომ წეგან მე შევღებე ერთი ფიგურა და ირაკლი მელაპარაკებოდა რაღაცას არაფერი არ მესმოდა ესე იყო ძალიან საშიში ჰობი არის ესეც გვიან ასაკში შესაძენად მაგრამ ანუ თერაპიული არის და საკაიფოა რა მე მოიწერა რომ ამის სკილები უფრო გადვივითარო და რა airbrush კი მაქვს მაგრამ ეს ანუ უბრალოდ ფლობასტერებით არის ახლა შეღებილი და მაინც გამოვიდა რა კაიფერებია ის წლები და სისხლები და ყველაფერი რა სწორია ანუ ესეც ვიდა რომ ეგეთი ივენთები ანუ უფრო შეიძლება ჰობიკონი იყოს ატლეტად შეერთხა ორჯერ მაგრამ რაც პატარა ესეთი შეხვედრები რომ აი ვიღაც თქვა ანუ დურგალი თუ არის ვიღაცა ჩვენ მაყურებლებს შანის ვიდეს თუ ისე ფად რა ასე ალბათ ერთი დღე სადღაც რა თქვა ან მაგის ქარხანაში და საათი რა ანუ ანადგილი თუ არა აქ ანუ რომ ანუ პროსას ვის საერთოდ 5-10 კაცი პროსტა მოვიყოდოთ რა ვორქშოპი რა ანუ კითი ხაზი არის და თან ვორქშოპს აკეთებ იქამდე ხინკალი უნდა ჭამდეს და წვალი ხო რა რაღაც თქო რა ვიცი რა საზოგადოება შევქმნათ რაღაც ისეთი რომელიც ქმნიან მკეთებლების მეიქერების სიტუაცია ხო რა ეგ არის წლის სურვილი რა ხო რა community უფრო community გახდეს საქართველოში კიდევ ანუ ერთ სფეროში მოღვაწე სასტავი ხო ბევრი არის საქართველოში მაგრამ ყველაზე დასავლეთ შენ საერთოდ არის აი cosplay-ის სასტავი ანუ საერთოდ საერთოდ ერთი 2-3000 ადამიანია ალბათ ვინც ანუ cosplay-ის აკეთებს მაგდენია ხო მაგრამ ისა რომ ანუ სტერჯამში ერთად არის რაც მაქსიმუმ 5 კაცი არის დაჯგუფებების პონჩი ასე რომ ეს ანუ ცალკე არიან და ანუ ერთი community-დან არ არსებობს ხოლმე რა არა ერთი community არის აუცილებლად რა ვიცი მე მარტო ჯდომა მირჩევნია ცხოვრებაში რა მაგრამ მაგრამ რო არის რა ხო მაგას გეუბნები რა რომ community ვერ გიქნება თუ რაღაც სიურსი არ გაქვს რომელსაც რაღაც თავში წესები არ გააჩნია იმიტომ რომ ნუ აი ისეთი ამბავია რა რომ რაღაც აი personality-ზეა დამოკიდებული და როგორი ხასიათის ადამიანია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია რომელსაც ძალიანაც უნდა სოციალიზაცია მაგრამ რაღაცა სტრუქტურირებული ფორმა თუ არა აქვს ამ სოციალიზაციას მაგალითად აი სამაგიდო თამაშების სასტავი რა ხო რაში გჭირდება რომ მეგობრებს რო ნახავ ეგრევე რაღაცა წესებით უბერავდე რა მაგრამ შეიძლება გჭირდებოდეს და შეიძლება სახალისო და კომფორტული ეგრეა შენ და მაშინ ეგრე უნდა აკეთო ვიღაცებს ურჩევნიათ რომ რავი დასხდნენ და დალიონ რომელიც მე მაგალითად ვერ ვამოყამებ მაინც და მაინც ხო და ეს არის რა ანუ ეგ არის ორი რაღაცა რომელშიც სივრცე რამე კი public სივრცე რო ქონდეს ხო public სივრცე რო მე უკვე თავისით დალაგდება ვის რა ეკომფორტულება როგორ კონტექსტში რა ეგ და ჰობიკონი ანუ ეგ არის აი კი ეგ არის ყველაზე კარგი ხო ლიზასნება ხო და შეიძლება ლაზერის CS და ეგეთი რაღაცები გავის მაგრამ რეზინა არა მარტო პრინტერს არამედ აი ეპოქსი რეზინი რო არის ხო ანუ მაგითი და მაგითი და რაღაცები რო გავაკეთე ანუ რეზინაზე რო დავბეჭდო აი კაბათლების ტოტი რო არის ანუ შეღებოში და მე ეს ეპოქსი დაასხას დევიდა ეგ რაღაცები ეგ მისმენდა და მაინტერესებს ანუ რა გზაშია ჩემი ინსტაგრამზე შევხვდა და ანუ ეგ თავს მაგრება ინტერესებს ანუ პატარა რა ქვია მაგას სახლების მინიატურებს რო აკეთებენ და რაღაც სკვერების მინიატურებს თლა არქიტექტურული ის არ არის მაკეტი აი თუ გეთადო ლაბაზი პატარა ის რო არის მინიატურის სპოტი რაღაცები ანუ ეგენის აუ ისე რამდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ეგეთის
ანუ იმენ შეუზღუდავები ვარ. ხო, აი მაგას შესაძლოა. შეზღუდულები ვართ დროში წოდები და ფულში. დროში წოდებში და ფულში, მაგრამ ანუ რაღაცა წარმოების საშუალებები გვაქვს და ვინმეს ანუ რავი, რეალურად ეხლა ნებისმიერ კოლაბორაციაზე ანუ იმას გულისხმობ რა, რომ რა უშოთ, ჩემი წარმოების საშუალება და ვიღაცის ცოდნა თუ იცვლება ერთმანეთში და თანაბარი პარტნიორები ვიქნებით იმ საქმეში, რასაც მოვეკიდებით ერთად ხო რა, მე მგონი ყოველთვის გაიქნება ეგეთი რაღაცა და ანუ ისეთ სივრცის შექმნა, რომ ეგეთი მეტი მოხდეს. საერთოდ უჩემოთი მეგობროს ამ ხალხს რა, ანუ კონზე ხარა მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ არავის არ ვევასებოდეს საერთოდ დედამიწაზე, ოღონდ ერთმანეთი უყვარდეთ რა. ახლა შემოვიდეთ ანუ ტურები რაღაც ადგილები არის და ტურები მაგრამ და ანუ მე მგლები მირჩევ. იგივე. ანუ უსუსტესი ხუმრობა იყო. დაგირღვიებ ფლო. ისეთი ხუმრობა ყავს შული უნდა იგებოს. კი, გან შეიძლება რა, შეიძლება მაგის და ჯოკი არის. ახლა ეგეთი რაღაცები არის. შენ დადაბატი ანუ რა სამი ტავრისგან რა გინდა? სამი დეტავი. სამი ტავრი რომ საწავიდე სამი დეტა. არსიები და რაღაცები. მე ქითები მინდა, მე მინდა STEM ქითები რომ შევძლო და მოყობა თავი და ეგ დავაყენო საშველი რა მაგის ორგანიზებას. რომ ანუ რაღაც კომპლექტები მქონდეს რომ აგერ ერთი დრავა ერთი მოტორი, ერთი პულტი, ერთი რაღაც ისო გადადარგვით დაბეჭდილი ნაწილები, გასაფერადებელი, რავი, აკრილის საღებავები, ხო და აი მიდი და შეუბერე რა, შენ თვითონ ნაწყე, შენ თვითონ შეღებე რაც გინდა ის უკენი თუ გინდა დაამტვრიე შენია უკვე რა მაგრამ ანუ აგერათ ორი დეტალი რომ შედით რომელი რაღაცა მე ჩემი მხრიდან იმის გარანტიას გაძლევ რომ ყველაფერი ერთმანეთში ჯდება და მუშაობს რა ანუ ეწყობა ხო და და ის არის რა ანუ კიდე რავი აი ახალი მასალებისათვისება მინდა უბრალოდ აი გატესტვა მინდა რაღაცებს იმიტომ რომ ეხა ის მოქ რა რო ვიცი რომ ის არსებობს. ფუ, რაჯანა ფიქი რო არსებობს და ეხა რო არ მაქვს მანქანა რომელზეც მაგას დაბეჭდა, მაგას ვერ ვბეჭდავ ეხა რა. ხო, მე ის მაქვს რა, რომ ანუ ჩემი ტვენი ავტომატურად ეძებს გზას როგორ მე როგორ აღმოჩნდა ისეთ პოზიციაში, რომ просто ფიქი ნახო როგორია რა. და შეიძლება რომ სულ ერთხელ მინდოდეს, რომ უბრალოდ ვცადო რომ გავტეხო ეგ ნივთი. და მაგისთვის რაღაცა 3-4 თვე შემეცვალოს ცხოვრების მიმართულება, რომ უბრალოდ ეს გამოცდილება მიიღო რა, და უშარ. და გახსნილ რომ მე მგონია ძალიან კაი წელი გვექნება რა. კიდე ერთი ბარე მაგივე სფეროში არის. ანუ ეხლა სოული რატოაც ვიღეთ იყო იმის გამო რომ ანუ ბორონთან ცოტა უფრო ძვირი გამოდიოდა თან. აწყობა გვეზარებოდა რა ასობით. მაგრამ მაგის დათრევა და ანუ მაგის ჩვენება და სწავლა და ანუ ეგ თემის მოხდა თუნდაც ანუ საბიდებიშვის აკადემიის ფარგლებში რაღაც სიტყვებში უკვე აი აგერ შეჭი ეგეთი კურსის ტრენერი უფასოდ ვიქნებოდი ალბათ რომ ანუ რაც გინდა კურსის ღირებულებაში უბრალოდ ვორონის კითი რო იყოს და რომ ჯგუფს როგორ დავადი თავზე და აწყობინა და წავგავატანო სახში რა და ნუ რაღაც ხოლმე რა მე არაფერი არ მინდა რა ჩემი უბრალოდ დაორგანიზდეს სასტავი და მე აქ ვარ აბა მინდით რა ვიცი ვის რა გჭირდებათ ხო აქ გიჟივით არ დაუჭირო აქ გიჟივით დაუჭირე და რაღაც ეგეთი ანუ რა გამოცდილებები რა რომ ის კამრების მოჭიმოაზე ჩემი გამოცდილება ათ უკვე გაბასადეგი არის იმიტომ რომ კამრებზე ვიწვალე და ნუ ის არის რა რაღაც პირველი ნაბიჯების გადადგმაში რომ მიეხმარო უბრალოდ ხალხს რა იმიტომ რომ ის არის ჩემი დაკვირვებით ეხლა არაფერი ძნელი ამ დარგში არ არის არის ძირითადად ის რომ მოითხოვს ადამიანისგან თვით და სწავლის უნარი თვით საკუთარი თავის უნდა ასწავლო რაღაცეები იმიტომ რომ ანუ და არ არის აუცილებელი რომ ძალიან სწრაფად გაერკვე რაღაცეებში მაგრამ საკმარისად ჯიუტი უნდა იყო რომ რაღაცაში თუ ვერ გაერკვე სანამ არ გაერკვე იქამდე ურტყა თავი იმიტომ რომ როგორ რაღაცაა რა რომ ეხა თან ამ ძალიან რთული მანქანა არის არსობრივად და მართლა მარტივი და ყველაფერმა შეიძლება აურიოს რა ხო და რა ვიცი იმიტომ რომ რაღაცა ფილამენტის რანაუთის სენსორი
გამიფუჭდა და ერთი სენსორი გაფუჭდა და მთელი მანქანა გათიშული იყო ხო მოვაჭერი სენსორი ამუშავდა მანქანა მაგრამ რას გეუბნები რა რომ ანუ ვიღაცისთვის ხო რა ეს ერთი სენსორი გაფუჭდა ხო რა შეიძლება იყოს სამთვიანი მუხრუჭი რაღაცაზე ჩემთვის შეიძლება სხვა რაღაცა ტრიგერი იყოს ეგეთი რომელიც სამი თვე დამახუჭებს რომ აი აღარ მინდა ამის კეთება რა ხო და ეს არის რა რომ ხო და ჩემი აზრით აი სიჯიუტე სწავლებადი არის უბრალოდ იმ თვალსაზრისით რომ თუ იქ ხარ და შეგიძლია რომ ხალხს უთხრა რომ ანუ ტყუილად არ ურტყამ თავს რა ანუ რომ ტყუილად არ ურტყამ ყოჩაღ რა ანუ ერთი ორჯერ სამჯერ კიდე უნდა მიაწვე რა და მიხვალ რა აუცილებლად მიხვალ უბრალოდ რა რომ ანუ იქ რო იყო უბრალოდ რომ ახსენებდე ხალხს რომ მიდი აბა აი შენით როგორ დაარისერჩებ რა გამოგივა რა ანუ ხელოვნური ინტელექტის სეტინგებით არ ვერ ბეჭდა ფეთჯის ნუ გამაყვირვა ეხლა რანაირად გამოვიდა ეგრე მაგრამ ზოგჯერ ხო რა ზოგჯერ Google ჯობია რაღაცებს ზოგჯერ რაღაც ჯობია მაგრამ ანუ ყველა სიტუაციაში რაღაცა გამოსავლის პოვნის უნარი და თავდაჯერება და ეგ ხერხემალი რო განუვითარო ადამიანს იმ დროის განმავლობაში რაც როცა ერთ სივრცეში ტრიალებთ ხო რა ან მე მჯერა რომ თვითონ მოახერხო შეიძლება გადაგიჭოკროს გაგიცროს ყველა ანუ ეხა რა ვიცი რა მე რაღაც სასწაული ექსპერტი ხო არა რა უბრალოდ ანუ რასაც როცა ვაკეთებ იმაში ვცდილობ რომ გავერკვე აბა ეგ როგორ კეთდება და მე ერკვევი რა ანუ ნიჭი არის უბრალოდ და რა ვიცი რა ანუ რაღაც არ მჯერა რაღაც ნიჭ ტალანტი და რაღაც სასწაული ინტელექტები არსებობს რა უბრალოდ რასაც აკეთებ იმას რო აკეთებ გამოგდის რა და კიდე ერთი არის ცოტა far-fetched dream არა ბაიცაც ისეთ პოდი არის აი ფაბლებზე რომ ბაზოვეთ რა ანუ ეგეთი ანუ სკოლებში ან რეგიონებში დადერგვა და დახმარება მაგ თემების რა ხო აი იქნება დასწრება კი ადურად მეგონი ჯიტას აქვს თავისი ფაბლები ანუ საათ ჯიტა არის მაგრამ აი სად არის ჯიტა რო ოზურგეთში არის რუსთავში რუსთავში ებაში არის კახეთში თელავში არის მგონი ბათუმში არის და თუ თბილისში არის და მეგონი ქუთაისში მაგრამ ისა რომ არის მაგრამ ხალხმა არის მაგრამ სკოლებში რომ მიიტანო უკვე 3D პრინტერი სკოლებში ხარ საქართველოში რა ყველა სკოლაში რომ მიიტანო ანუ ხო და თან რავი რა არანაირ ხარჯთან არ არის არანაირ სასწავლო ხარჯი არ არის რომ ყველა სკოლაში ერთი იდოს უბრალოდ და ვისაც აინტერესებს ისინი გაერკვა იმიტომ რომ ერთი ტრიდებინერი ერთ სკოლაში მამენ საკმარისია რომ სლაისერის გამოყენება და დიზაინი ასწავლო უკვე ხალხს იმიტომ რომ რა ვიცი რა დაახატინებ თელ კლასს რაღაცას და მე პატარებს ამობეჭდა უბრალოდ და სახში გაატარ რა ვიცი რა რომ აი ეს მე შევქმენი ფიზიკურად რა აი ამ ხელა ტიპი ხო არა რა ვიცი მე რა ეს ეხა 3 გრამია ხო ეს ეხა 3 გრამია რამდენი ეტევა ელეგუს ბეწე ესეთი კაცი 10-15 წელი 10-15 კაცი ხო არა ხო და ერთი სპრინტერი საკმარისია რომ 15 კაცს ასწავლო 3D მოდელირება და დაამოტივირო იმით რომ აი რაც გააკეთეს ყველგან დააჭერინე ხელში რა ნუ კომპიუტერები უნდა ქონდეთ კიდე მაგრამ მე ხო უკვე მიუტანეთ სკოლებს მაგრამ ისა შეიძლება ტელეფონი არ სჭირდებოდეს აუ ტელეფონი კომპიუტერი ტელეფონის სლაისერები არის ანუ პრუშაბრო გააკეთე თავისი სლაისერი ანუ მოდელირების სოფტვერიც არის ტელეფონებისთვის და ტელეფონები მეგონი უფრო მეც აქვს ვიდრე კომპიუტერი ხო და შესაძლოა არის ანუ თორე თინკერკადი ანუ ის Chromebook-ი რო აქვს სკოლებში მაგებზე იმუშავებს თინკერკაც ქათის თული რო კონდეს იქნებოდა მაგრამ არა აქვს ქათის თული სლაისერში შეგიძლია დაკეთო ხო მაგრამ ანუ ბანი თინკერკარში დავკათო იმიტომ რომ მე სლაისერში ხო და რა შესაქმე აი მე რას ვაწყდები ხოლმე ზირთადას რა რომ ანუ თინკერკარში კარგად მუშაობს მეშბულიან ფუნქცია და სლაისერში რაღაც მომენტამდე მუშაობს და მე ყოველთვის ვაშტერებ რა ანუ საკმარისად ბევრჯერ თუ მოჭრი მიაჭრი და პოზიტიური ნაწილების ოვერლაპი თუ გაქვს მოდელირების სოფტვერი არ არის სლაისერი მოდელირების სოფტვერი აბა არის ანუ შეგიძლია რა მინიმალურად შეიძლება რა ხო რა ხო ანუ რა ვიცი მე რა ბურთზე ჯოხის დადების მეტი არაფერი თუ არ მინდა ძალიან კარგია
ბურთის გაჭრება თუ მინდა ძალიან კარგია ცილინდრი შემილია ანუ რა ვიყავ აი სლაისერში გამიკეთებია ყველაფერი საერთოდ რასაც ვაკეთებ ფიუჟენში რა უბრალოდ იქ თუ იმას შვები რაღაცა ფილეს 15 სანტიმეტრიან ფილეს უკეთებ აქ წრეიდან ჯერ მეოთხე წრეს ვჭრი, მე ვაკოპირებ, ამ მეოთხე წრეს ვაპატარავებ, აი ამ და მე ნეგატიურ სივრცეც ვჭრი ამ მეოთხე წრიდან ახალ მეოთხე წრეს, რომ ესეთი მოღუნული ზოლი გამომივიდეს. მე მაგ მეოთხე წრეს თავად ამას ამას დაშოს. კიდე მე ვინახავ სათითაოდ. რა ხო და ანუ ჩემი სლაისერში სამუშაო ფაილები რამხელა, იცი რაღაცა 20 თეფშზე მაქვს გაშლილი და ეს უკვე წინასწარ დაჭრილი რაღაცა ფორმები და მე დიდ სამგანზომილებიან ლეგოს თამაშობ რა ხო და ვირთობი რა მომწონს სლაისერი გამოყენება მაგრამ ხო რა ანუ წესიერ კად პროგრამაში ჯობია რა თორი ეგ არის და ეგ ანუ ბევრი კაი მოხდა ბევრს ველოდებით სივცე ივენთები კოლაბორაციები გვიდა ხო სიკეთე და ბედნიერება და სიტყვება და სიფუნფულე ხალხო ბედნიერი და იღბლიანი ახალი წელი. კი. პარამ